სამშვიდობის ეთერში ბურთი და მოედანი ყოველ პარასკევს ხვდებით ამ სტუდიაში ერთმანეთს, გადაცემის მუდმივი წამყვანები ბიძინა ბარათაშვილი, ლევან საულქვაძე და ვაშა სილაგავა ვართ თქვენთან ერთად და ყავს თქვენთვის კარგად ნაცნობი არაჩვეულებრივი სტუმრები, მიშა ახვლედიანი და აკაკი ბაქრაძე, რომლებიც არაერთხელ ყოფილან აქ და საინტერესოდ გვისაუბრია და გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იქნება. წინა გადაცემა მე გამიცდა თქვენი ლაპარაკეთ საქართველოს ნაკრების შესახებ, ამიტომ ეს ხალხიც არ ყოფილა წინა გადაცემაში, სანამ ჩვენ ძირითად თემაზე ჩემპიონთა ლიგაზე დავიწყებთ საუბარს, ორიოდი სიტყვით ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი შთაბეჭდილებები ვთქვათ. დავიწყებ იმით, რომ დაგეთანხმეთ ყველა თითქმის ყველაფერში იმ კიტეიშვილის და მის დემერალის მომენტშიც, წვრთნელის კრიტიკაშიც, ყველაფერშიც და დაგეთანხმეთ იმაშიც, რომ მოვიდა დრო, რომ დავემშვიდობოთ ამ ჩვენს გმირ მწვრთნელს, რომელმაც გაგვიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, მოგვიტანა სიხარული და მთელი ცხოვრება მისი სახელი დარჩება საქართველოს სპორტის ისტორიაში და მოქალაქეც არის საპატიო და ყველაფერი და სადმე მის სახელს რომ გავიგოთ, მხოლოდ სასიხარულო ემოცია გვექნება, მაგრამ ხდება სპორტში ასეთი რამ, რომ დიდი გამარჯვებების შემდეგ იწყება კრიზისი იგივე მწვრთნელიზე თუნდაც შემადგენლობის დროს და ეს დამშვიდობება არ არის ტრაგიკული, შეურაცხყოფელი და ხელშემოარტყმელი და მიდიან. ყველაზე ნათელი მაგალითი ბოლოს და უცნაური ჩემთვის იყო რანიერის გაშვება ლესტერიდან, იმიტომ რომ ამ კაცმა მოახდინა საუყუნის სენსაცია, ესეთი რამ ალბათ ვეღარ განმეორდება, ქარხნის მუშები მოდიოდნენ იმითი, რა ქვია, სამსახურიდან სპეციალური სამოსით იხდიდნენ გამოვრულები, გადიოდნენ მერე და უგებდნენ მილიარდებ დახარჯულ ჩელსის და სიტის და ეს იყო ვარდი და ეს იყო მეორე, რა ქვია, იმას მახრეზი, რომელიც სხვა შეუკვეთეს და სხვა ჩამოვიდა. და მაინც თურსა, თუ რა ქვია იმას? თურსა, თუ რა არის თემო და ყველაფერი. რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს ახლა სადაც შეუკვეთეს სხვა ჩამო, ცუდია ყველაფერი. ხო და ეს კარგი აღმოჩნდა. მოიგეს ჩემპიონობა, რანიერი გახდა ჩემპიონი და შემდეგი ჩემპიონთა ლიგის ის რომ დაიწყო გათამაშება ჯგუფური ეტაპის დროს მოხსნეს, იმ ჯგუფური ეტაპის დროს, რომლიდანაც ლესტერი საბოლოოდ გავიდა. ანუ შესაბამისად ამას ერთი 10 წელი ხელი არ უნდა მოეკიდა, არა ვიცი, ეგრევე გაუშვეს. ხო, კაი, დავანებოთ თავი. ასევე შორს რა არის, არა, აი ჩვენ დღეს გვექნება იმ მატჩზე საუბარი, გაუშვეს ამათ 32 თუ რამდენი წლის მერე მოაგებინა არაფავორიტ რეალს იმ ფინალში, იუვენტუსი იყო ფავორიტი, მოაგებინა და საჯი სასტვენი არ ქონდა, ჯერ პირიდან გამოღებული, რომ ის მოხსნილი იყო. არის ესეთი შემთხვევები, კარგი კი არ არის, მაგრამ თქვენ ასევე კარგად გაიხსენეთ ჩვენი მორაგბეების გზა, ხო? დიდი წარმატებებისკენ და ის მწვრთნელების ცვლილება, რომლებიც კლოდსორელი არ ყოფილიყო, შეიძლება დღეს ჩვენ რაგბი ისე კარგად ვერ გვეთამაშე, მაგრამ გაიარა ის პერიოდი. იგივე ჩვენი სკოლის დამრიგებლები რომ გავიხსენოთ, ყველამ ხო მიყვნენ მე-5 კლასამდე თუ მე-4 კლასამდე გააჩნია რომ ვინ როდის სწავლობდით და მერე დაგვემშვიდობენ და გადაგვაბარეს უფრო ისეთ მასწავლებლებს, რომლებიც პედაგოგებს, რომლებიც სერიოზულ საგნებს მაღალ დონეზე გვასწავლიდნენ. ანუ არის ეხა ვერავინ ვერ დამიწყებს იმის მტკიცებას, რომ ამაზე სერიოზული მწვრთნელი და კვალიფიციური არ არსებობს. მან რაღაც ეტაპზე თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა, მაგრამ ეხა სხვა დროა. და დიდხანს რო არ შეგაწყინოთ, დელაფუენტესით იყავით აღფრთოვანებული, რომელმაც გაიარა ყველა ეტაპობრივი ახალგაზრდული პერიოდი და ეხა არ იქ და მშვენივრად უძღვება საქმეს. ვინ უნდა ჩამოვიდეს, ვინმე კარგი, თუმცა სულ არ არის სავალდებულო ჩამოვიდეს. ჩვენც ყავს ჩვენი დელაფუენტესი, ეს არის რამოს სვანაძე, რომელიც უკვე მესამე თაობის 21 წლამდელებს გვიზდის და გაყავს იმ ევროპის ჩემპიონატზე, გაყავს იმ ჯგუფებიდან და რა ვიცი მაგბიჭებთან ამუშევარია. ხო და აი გუნდა მეთქვა და ის ჩვენ რო ვიძახით რომ უკვე ახალი სისხლია ამ ნაკრებში საჭირო ის ახალი სისხლი ყველაზე კარგად ამანიცის, ხო, მის ხელშია გაზრდილი. მე არ ვამბობ ეხლა ეს აუცილებლად რა ქვია ალტერნატივო წინადადება, მაგრამ განხილვა ღირს, იმიტომ რომ შეიძლება იყო თან ნაკრების თვენი მოკლე პერიოდი, გამოცდილება დააგროვა და ეხლა მეტი ამდენი ხანია იქ არის და როდისღაც შეიძლება ცადო და თან მით უმეტეს ეს ორი თამაში ხარ, რომელიც არაფერს არ გვიწყვიტავს, შეიძლება იქ გამოიყენო და შეხედო და ადაპტირება და
ვიღაცა თავისი 21 წლამდელები ან პირველი ან მეორე ან მესამე გუნდიდან ახლოს ინსტიტუციონალური მომენტია ხა კიდე რა იქ ეგრე იოლად არ არის ხა ეს ნოემბერში თამაშები რო არის იმ კაც კონტრაქტია 4 წლიანი კონტრაქტი ბიძინა ექნება ყველასა ეგრე ხა კონტრაქტი აქვს და ის კონტრაქტის გაწყვეტა მან ჩვენ მაგაზინს ლაპარაკობთ რომ შეიძლება აჩქარები იყო და ჯობდა რომ 2+2 კონტრაქტი 4 წელია კიდე ხო და მაგას გეუბნები 2 წელიწად ნახევარია გასული 4-ია ხო 2+2 ჯობდა მაგას ვამბობთ 2+2 3 წელიწად ნახევარი ხო დარჩენილი ანუ ჟირესაც ჰქონდა დარჩენილი და ტოპ მეოლერსაც და კონვერსსაც და კი გაუშვა 2 წელი დარჩა ხო მაგრამ ნუ ეხა ეს სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული ხო ეს ხო არ არის ეხა ეს არაფერი წადიაკიდან ახლა მოვა რამაზი და გალწნის დიდი მადლობა ესე არ ხდება ხო ახლა ანუ ვერ გაუშვებ 2 წელიწად ნახევარი კომპენსაციას თუ გაატან გაუშვებ არ გადაუხდი ხო ეს მიღებული ფორმა გაშვებაში მე იმას კი არ გულისხმობ რომ ფული წავართვათ ტანსაცმელი არ გავატანოთ და ფეხით გაუშვათ ბილეთებიც უნდა აუღოთ და კომპენსაციას უნდა გადაუხადოთ უბრალოდ იოლი არ არის ესე იოლად არ არის რომ იცი რა ახლა ჩვენ აქვს თქვი და ყოველს ალტოს ჩაიცვან წავა და არა მე მაგიტო არ ვცვალობ არაფერს რომ ვიღაცა ხვალ შემენახებოდი მაურინიო ბენფიკაში 2 დღეში გადაიყვანეს მაურინიოა და კარგი და ის არის გალათასარაია კიდე გითხარი მოკლედ შენი შტაბეჭდილებები და შენი მოსაზრებები აი ამ მარტო ორ თამაში აი რატო ესეთი პოსტ ევროპის ჩემპიონატზე ვთქვათ მოდით ხო რატო დავენერცხეთ მიწაზე საღამოშვიდობის ნუ ალბათ ბევრ ნაკრებს დამართია ეს რომ აღმასვლას როგორც წესი მოსდევს გარკვეული დაღმასვლა უნდა ვთქვათ რომ რესურსები საქართველოში სამწუხაროდ წირია. ასე რომ აი ამ სტაბილურობის შენარჩუნება საკმაოდ ძნელია. ასევე გასათვალისწინებელია ალბათ რომ რამდენიმე ფეხბურთელი საკვანძო ახალ კლუბშია. ანუ ძიებაშია კიდე თავისი იმაში. ზოგი ახალ ტრავმა მოშუშებული იყო. ეხლა აი საყოველთაოდ ცნობილია რომ არა მარტო ნაკრებზე ზოგადად კლუბი ძლიერი აღარ არის საკმარისი 11 ძლიერი ყავდეს მინდორზე. სკამიც უნდა გიმაგრებდეს და მეორე შემოდგომაც ხო რასაკვირველია ეს ისა ჩვენ სკამი კი არა თვითონ იმ 11-შიც პრობლემები გვაქვს. ასე რომ პრინციპში ეს ორი მატჩი ნუ რა არის სასწაული არ მოხდა. სენსაცია ვერ მოვახდინეთ. მოსალოდნელი შედეგი იყო და ამ ანუ შემდგრულ აჟიოტაჟი აშკარად მოლოდინები ჩვენი იყო გადაჭარბებული. ერთი იყო გაცილებით ჩვენზე ძლიერი ესპანეთი თურქეთი უბრალოდ ჩვენზე ძლიერი. ანუ ეხა აკაკი მე ამ საუბრიდან გამომაქვს ესეთი რეზუმე რომ ჩვენ რეალურად ვართ C კალათის ლიდერი გუნდი. კი ბატონო. რა თქმა უნდა, ასე რომ აი ეს რაღაც აი ცნელების შეცვლასთან დაკავშირებით ზოგადად ეს პროცესი აი თანამედროვე ფეხბურთში დაჩქარდა. არ იყო ეს ის აი გერმანია რო გავიხსენებთ 19 საუკუნე 36-დან 94 წლამდე 3 მწვრთნელი ყავდათ სულ ჰერბერგერი, შეონი და მე დერვალი მოვიდა. დერვალი იყო ყველაზე ცოტა ლევიც არ ყოფილა ცოტა ხანი 6 წელი. აი ეს სტრაფიცლა აი საბჭოთა კავშირს ეს ტემპი მაშინაც ჰქონდა. ამ 6 წელიწადში აი მაგალითად დერვალი იყო 6 წელიწადში ხო ყველაზე ცოტა. და საბჭოთა კავშირში 6 წელიწადში შეიცვალა 4 მწვრთნელი. სამოჩი კაჩალინი იყო, 64-ში ბესკოვი იყო, ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. 64 ხო, 68-ში იაკუშინი
ვიღაცა გამოვიდა 66 გამოგწია 66 მოროზოვი ხო მოროზოვი ხო ეს საბჭოთა ის იყო სტილი ეხლა უკვე დაჩქარდა ყველგან კლუბებშიც ნაკრებშიც აღარ ელოდებიან აი შვედეთმა ეხლა ხო წააგოს ამიტომ არის მიყვანა იქ იყოს დიდი შეცდომა ეხლა ხო ისე ამაში გეთანხმებით რომ 4 წელი მართლა ანუ შედეგზე ორიენტირებული კონტრაქტი არ იყო ეს იყო ჩვენი აზრი რომ აი წელიც უნდა გზნობდეს რომ იცი რა თუ იქნება შედეგი გზერდება ავტომატურად ხო რა თქმა უნდა იცი რა მან ითამაშა როლი უნებრივი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ამ ყველა წარმატება ამიტომ მაშინ აწლიანი დავედო ეს იყო ეს არაფია აი რაგბი რო ახსენეთ რაგბი ამას მადლობის 4 წლიანი კონტრაქტი ის რაგბი რო ახსენეთ ჩვენ მქონდა ბიძინა ხო მადლობელი სანიოლის უნდა იყოს საქართველოს ნაკრებით ეხა ესე რომ შევხედოთ იმიტომ რომ მე ისე ველაპარაკები გეგონე მენეჯერი ვიყავ სანიოლის შენ კი ველაპარაკები ისე შენ ის მე ხო არ მეუბნები ჩემ გასაგონად კი არა მაგებს იმიტომ რომ როგორი თემაა მოგრუნდა ბეგუჩი 4 წელი უმუშევარი რაც ნამუშევარი ქონდა რო არ ჩამოსულიყო სულ ვერ შევიტყობდი მისი მწვრთნელობის წარმატების შესახებ და ამ გამარჯვებით მას შეექმნა ძალიან დიდი ტრამპლინი რომ თუნდაც აი მე ჟირესი რო აფრიკული გუნდის მწვრთნელად სადაც ჩავიდოდა ყველგან ნიშნავდა წავა და სადღაც იმუშავებს და ცნობილი ფილმი მზე შემოდგომისა გურანდა გაბუნია რო ეუბნება შენც უთხარი მადლობა და ამანაც გითხრას აი არის ეგ სიტუაცია ჩვენც უნდა უთხრა და იმანაც გითხრას მიშა ჩავრთოთ თორე არა აკაკის მე მინდოდა მე თქვა რომ აი რაგბი რო ახსენებ ჩვენ მქონდა ამაზე ხო გახსოვს სორელის იმაზე და აი ამ ფედერაციას აი რაგბის ფედერაციას თავიზოზე აი გია იყო ხო ნიჟარაძე ის აი მიზანდასახულად ეძებდნენ იმ ცნელებს აი რაში იყო სისუსტე აი მახსოვს რაღაც ისე კი არ იყო რომ ვთქვათ ნუ სორელის მოყვანის აზრი იყო რომ საფრანგეთში ფეხბურთელი გაეჭრა პანჯაბი იქ ეთამაშათ იმიტომ აქ ძალიან ისე ვიყავით ეხლა და განმანათლებელი იყო პრინციპში ჩვენმა მორაგბეებაც იმ დროს არ იცოდნენ ეს კი ბატონო ევროპული და თანამედროვე რაგბის მართლობა არ იყო მანდ ეს როგორ თლიანად მენეთელი რაგბი ჩააბარეს რა და სწორედაც მოიქცე კი ბატონო მიშა ვითხარი ამის შესახებ შენი მოსაზრება რა შეეხება მწვრთნელებს მწვრთნელები ხო იყოფა კატეგორიებად ერთი არიან ზოგი არის მშენებელი ვისაც აბარებ ფუნდამენტიდან აშენებას ვიღაცა მოყავს აი რომ მაურინიო რო გადაყავთ ერთი გუნდიდან მეორე სასწრაფოდ კრიზისი მაქვს და გამიკეთე შედეგი კრიზის მენეჯერი ნუ ეს ჩვენი კაცი მე ვფიქრობ რომ უფრო სწორედ არა მშენებელი კაცი არის ეს ჩვენი სორელი ის სანიორი რაღაც ეტაპზე არ იყო მწვრთნელი გვინდოდა ვიღაცის შეცვლა სადღაც მოძებნეს ჩამოიყვანეს ამ კაცს გაუმართლა რომ დაუჯდა ისეთი თაობა ქართველების როგორც არის კვარა და ეს ჩვენი ბიჭები ვინც არიან რომლებმაც დიდი შედეგები აჩვენეს კლუბებში და მივიღეთ შედეგად ევროპის მუხტი და ტალღა წამოვიდა ხო მუხტი ტალღა ყველაფერი წამოვიდა მაგრამ ამას აღარ მოყვა გაგრძელება ვერც მოყვება იმიტომ რომ თუ ამან არ იცის აშენება ის შედეგს შესაბამისად გრძელ შედეგს ეს ვერ გაგიკეთებს ამიტომ ეხა ამ გუნდს სჭირდება მეც ესე ვფიქრობ ეკონომები აკაკის რომ გჭირდება ისეთი კაცი რომელიც ამათ თავს მოუყრის გაიგებს შეიძლება ეს იყოს ქართველი როგორც შენ თქვი ლევან სვანაძე მით უმეტეს იცნობს ამ თაობას ნამუშევარი ამათთან და შეიძლება იყოს ესპანური ანალოგი ჩვენთანაც და შეიძლება ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ჩამოყვანაც კიდე ნუ რა არის ხო აღარ არის პრობლემა უკვე სახელი გვაქვს ევროპის ჩემპიონატი თამაშები გვაქვს სამუშაოთ გააჩნია ფული ვის რამდენი აქვს და ვინამდეს მოითხოვს ესეც არის ერთ სიტყვით ეს თაობა ამ თაობამ გაასწრო მწვრთნელს აი ზუსტი სიტყვებია კი ბატონო გადაიზარდა ხო მალე ჩქარა მოხდა ეს ყველაფერი მაგრამ გაასწრეს ამათმა და ეს ვეღარ მიყვება კი და ჩვენც რატო გვეჩქარება იმიტომ მე შემადგენლობა რო ვნახე ესპანეთთან ხო იქ მე მივხვდი რომ ეს კაცი უკვე ჩამორჩება ამათ არ მინდა ეხა დაკონკრეტება რაღაცეების
ხო, ნუ პირველი კრიზისი ალბათ ალბანეთთან გამოჩნდა სახში თამაში რო წავაგეთ. აი მაკედან დაახლოებით მაკედან დაიწყო, დანარჩენი ჩეხეთს მოუგეთ კარგად, ჩავედით ალბანეთში, მოუგეთ სა როგორ? ეგ სულ რიტმია. ეგ რა არის ის მოყვება შენ ის ევროპის შენ უკვე სპორტსმენი რა არის? სანამ ინერცია იყო და როცა ინერცია შეუძლია ის სპორტსმენი სხვანაირად თამაშობს მე. ევროპაზე რო გავედით ეს ბიჭები უკვე სხვანაირები გახდნენ. ხო, ეგ თავისთავად. ნებისმიერ სპორტში ხდება ეს. ხო, ძნელი არ დაგეთახმა, ამას ვლაპარაკობდით ჩვენს ამას გულისხმობდით. ნახავ ნახოთ, მე არ მგონია რომ ეს მოესწროს, იმიტომაც ვამბობდი, ეს არ ნიშნავს რომ მე არ ვეთანხმები, თქვათ, მას რა ქვია, საერთო განწყობას, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ არა რეალურია ხა ნოემბრამდე ამაზე ამ ორი თამაშის მერე შეიძლება რამის შეცვლა? ალბათ ლოგიკური ალბათ ესე კონტრაქტი რამდენი ხანი არისო? კონტრაქტი არის 2 წელი კიდე. 2 წელი კიდე პრობლემაში კიდე რა შესაძლოა. კიდე ერთი შესარჩევი ციკლი უწევს თავისი არა ერთი ლიგა და მეორე შესარჩევი. ერთა ლიგაზე შედეგი უდავოდ უკეთესი იქნება, ხო? ყველა შემთხვევაში გინდა დარჩეს ეს, გინდა არ დარჩეს, გინდა სამ მოვიდეს, გინდა არა. იმიტომ რომ ერთა ლიგა რეალურად მაინც არის გარკვეულწილად მატყუარა ფორმატი აქვს ზოგადად, ხო? ეხლა ერთა ლიგიდან ისე ლაგდება სიტუაცია და ამაზე საუბრობდი რა აბსურდამდეც მივიდივართ, ხა ჩვენ არ გვეხება ამ შემთხვევაში კონკრეტულად, მაგრამ სან მარინო რაც უფრო დიდი ანგარიში წააგებდა იმითი ჯერ კიდე აქვს შანსი რომ გავიდეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ იმაში კი არა მთლად, მაგრამ ის ხო არის მეორე ადგილები როგორცაც გადიან და რაღაცა. იქ ემატება ამ ლიგების გამარჯვებულები. ეს არის დეჯგუფის გამარჯვებული. საიდან პირდაპირ არ ხვდება ეს დეჯგუფი, მაგრამ თუ იქ რუმინეთისთან აქვს ისა რუმინეთზე დამოკიდებული თუ ამა დიდი ანგარიში წააგოთ ანგარიშს ვერ შეგავიჯდები შეიძლება რა აგებს გუნდი რაც უფრო დიდი ანგარიში წააგებს უფრო კაი შედეგია ანუ რაღაცა ბოდვაში გადადის მაგრამ რისი თქმა მინდა შესაბამისად იქ შენ არ ყავს არც ესპანეთი რომელიც შეიძლება ორნიში ანგარიში მოგიგოს გესმის ეხა პირობითად ვაპარაკობ რა შედეგი რა არის უნდა გავხვიდე პლეიოფში ხო თქვა თუ გავარდით იქიდან იმ ხრივ შეიძლება კარგი იყოს რომ მე ცედან უფრო ადვილად გავარდ მაგრამ რამდენი ხალხი ლაპარაკობდა ფეხბურთი ჩაუხედა კატეგორიულად არ ვამბობ რომ მაგ ყველა ვინც ამას ამბობდა ჩაუხედავ იყო ვიღაც ხალხი პრაგმატული კუთხით ბევრისგან გამიგია ვინც ამბობდა რიცია ჩვენ ხო ცედან გავედით იქ ევროპის ჩემპიონატში ხო არ ჯობია სომხებთან თამაშის წინ სომხი მე რო არ ყოფილიყო გაცილებით უფრო მეტი იქნებოდა ამ ფორმულის მომხრე. იქ სომხებთან კიდე სამეზობლო ამბავი პირადი, ხო, დერბი, კავკასიური რაღაცა, თორე სხვა რო ყოფილიყო, ბევრი კიდე უფრო მეტი იქნებოდა იმის მომხრე, რომ მოდი ახლა ამასთან წავა, გავარდეთ C-ში, იქ ხო უეჭველი ფავორიტი და იქიდან მერე უფრო იოლია გზა, თქვა, გვერდიდან შემოუარო და შეხვიდე ისევ ევროპის ჩემპიონატი. საბოლოო შედეგი რა არის? მიზანი რა არის? ხო, ნუ უკნიდან მოხვედი თუ იმიდან კი გახვედი იმ ჯგუფიდან, ხო? და გაასარე ბევრი ისეც, ვინც პირდაპირ სულით მივიდა იმ გერმანიის სტადიონებზე და შენ გახვედი და ისინი დარჩენ იქა. არა, ნორვეგია საერთოდ ვერ გავიდა. უკანა კარიდან შესვლა და შეპარო არის სირცხვილი თუ იპარები და თუ დებულებას გიწერებ ისეს და იყენებ იმას საშენოდ არაფერი სირცხვილი მაგაში არ არის თუ ანუ ხო, ნახე რას ვამბობ ფავორიტი გრანდი შენ ჯგუფში ნაკლებად სავარაუდოა რომ მოხდეს ვინმე ამ ემაში რა ქვია ერთა ლიგაზე ხო თუმცა მაგალითად წინა ჯერზე იყო ინგლისი იყო გამოვარდნელი და ხო ნუ იქ ხდება რაღაცები ხდება მაგრამ ყოველთვის ფაქტია რომ ჯამში შეიძლება უფრო ის იყოს რა ქვია თანაბარი იყოს ჯგუფი სადაც ვითამაშებთ მაგრამ შედეგი დიდი ალბათობით უკეთესი უნდა აღმოჩნდეს, იმიტომ რომ თქვათ, აი ესე რომ მოედი იქით ხართ ვერ გადახვიდე და ის ავტოგრაფის გამოსაქმებაცაც ვერ მიხვიდე იმასთან, რა ქვია, ესპანელ ფეხბურთელთან, ხო? ესეთი რაღაც არ მოხდება სავარაუდოდ. ამიტომ შეიძლება მეს მოლოდინები, ეხლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, მომავალ წელს ცოტა სხვა განწყობა იყოს ზოგადად, იმიტომ რომ დავწყნარდეთ, იმიტომ რომ აიცი რა, აი ხო მოუგეთ კიდე ვიღაც ალბანეთს უუგებთ, ერთი თამაში წავაგეთ იმ ალბანეთთან, თორე ამასინად რაღაცას უყურებდი და სტატისტიკურად ყველაზე თამაში მოგებული გვაქვს ალბანეთთან.
ხო და ეგ რომ მოგვეგო, ეხა პლეი-ოფში ვიქნებოდით. კარგი, მე ესეთი რამე მაქვს, გავიგე რომ უკეთესად ვითამაშებ და ცენტრის იქით გადავალთ მე ჯერ, მაგრამ ეს თუ არის ჩვენი ამოცანა მარტო რომ რამდენჯერით უკეთესად გადავალთ ცენტრის იქით, მაშინ კი ბატონო გეთახვებით რომ იმ ბეჯგუფში აუცილებლად უკეთ გამოვართ, იმიტომ რომ ესპანეთთან თამაში უარესად ჩვენ რომ რამე ჩავატაროთ, მე წარმომადგენელია, იმიტომ რომ მაშინ არის რომ არ უნდა გამოვიდეთ მოედანზე, თორე ხო თუ გამოხვალ მოედანზე და კარში დაარტყავ 65 მეტრიდან დაარტყი ერთხელ კარში და საშინელება იყო ბურთზე ფეხი არ დაგიკარებია და ხა მაგაზე უკეთესი ყოველთვის იქნება. იმავე პირველი ტაიმი თურქეთთან არა? კი. მარტო ესპანეთი რატო? და მე რას ვიძახი რომ ხა ეგეთი თამაში ხა თვითონ ესპანეთთანაც აი ეს ხო მესამე შემადგენლობა თუ რაღაც ყო პირველ შემადგენლობასაც რომ ითამაშებ ძნელი სავარაუდო რომ იმაზე უარესად ითამაშებ და არ არსებობს იმის იქით არაფერი მაგრამ მე რას ვამბობ რომ ეს კარგი მწვრთნელი და სიახლე და ახალი სისხლი მე ხა ზუსტად ფორმულა არ მაქვს ამის ან სქემა შეიცვლება ან ფეხბურთელი შეიცვლება ან ფეხბურთელის ამპლუა შეიცვლება ან რა ვიცი ზურიკოს სხვაგან გადაწევენ იმას დაწევენ კიტეს აწევენ რაღაცები აზაროს გაგვაგებინებენ ბოლო ერთი ხან შეიძლება იყოს ხან რევს სიტუაციას ხან არ რევს რაღაცა საბოლოო შედეგს მივიღებთ ხო რომ იმისათვის რომ გუნდი ცოტა გადაეწყოს და ვიფიქროთ მოგებაზე თორე იმაზე რომ გამოვლენ დანაჩანგლით შეჭამენ სასტუმროში და ცენტრის იქით სამჯერ გადავლენ მე დარწმუნებული ვარ უკვე და ამიტომ ფიქრობ რომ ეს ჩვენი ამბიციები რადგან პორტუგალიას მოვგეთ და ევროპაზე გავედით ვეღარ დაიხევს უკან რომ ნორვეგიასთან 8 ჯერ დავარტყათ კარში რომ კარგი იყოს რა აი ამის თქმა მინდა ის მინდა და კიდე აი რატომღაც აი დაიკარგა ის აი ეს პრესკონფერენციების კულტურა რაღაცა ანგარიშივით რო შეხვდეს ამ ჟურნალისტებს რაღაცა ხო ესე ეს სხვა შორის ფედერაციამაც უნდა იზრუნოს ამაზე რაღაც შეურაცხყოფელიც არის რომ სხვა შორის მარტო ფეხბურთში არ არის ეს ხო იცი რა თითქოს აი უკადრისობს მე ყველაზე მეტად მართალი გითხრა უფრო გამაკვირვა და ამ ცვლილებების აუცილებლობაში დამარწმუნა პრესკონფერენციებზე სანიოლის პასუხებმა, თორე ისე ვიღაცა გამოგიყვება და გეტყვის, რომ იცი, მწვრთნელის შეცვლა, ხო ყავდა კუპერი, ორი ის კონდა ნათამაშები, რა ქვია, ფინალი და მესამეშიც გავარდა იმითი. ისე წავიდა ერთ თამაში ვერ მოიგო. ერთ თამაში მოიგო, პირველი თამაში მოიგო უელში ამხანა გოლი. და ყველაფერი წააგო დანარჩენი, ორი ციკლი იყო. მათ შორის ბულგარეთთან. ხო, მათ შორის ბულგარეთთან. ეგერ იყო ტოპ მეოლერი რა მოიგე რამე და გახვედი სადმე იმასთან ერთად ანუ ორი ჩვენსაც გავედით აქეთ ჩამოვიდა მთელი მისი სანათესო დღემდე ახარიან კიდე ვიღაცები ანუ იმდე ხალხი ჩამოყვა ისა ანუ ორი ტოპ მწვრთნელი ყავდა და ესეთმა ვერაფერი ჟირესიც არ იყო ჟირესიც ამაზე უცოდინარი ესეთი იყო ისიც რა თუ არ იყო დიდი არაფერი ხო ანუ რა მაგრამ მე არ მომეწონა იცი პრესკონფერენციაზე ფსიქოლოგიური მდგომარეობა თვითონ მწვრთნელის ყოველდღეში თუ სწორად გავიგეთ და კიდევ ვიმეორებ რა თუ ვიღაცამ თარგმნელი სპეციალურად არ შეიპარა ეგ და თარგმნიდა სხვა რაღაცას სხვას ამბობდა და სხვას გვითარგმნიდა თუ არა რაც იმან თქვა პირველი თამაშის მე ესპანეთთან აი ამ რომელმაც ჩემზე გასილებით უფრო უარესი შტაბეტილება მოახდინა ვიდრე თურქეთთან თურქეთთან რაღაცა ნუ ის გოლვანს გავიტანეთ ხო რაღაცა ან ლამაზ იქ თქვა რომ აი ხა არა ამ განწყობით ჩვენ თურქეთში რა გვინდა მე მეუბნები რა გვინდა მე განწყობა ვენა შეგვას ეგ თამაში ხო და მეორე თამაშის მე თქვა რომ ჩვენო ჯიმსოპლი იმის ევროპის ჩემპიონატის მერე მეცო მაჩო ჯერ ეიფორიდან ვერ გამოვიდიოდი ხო ერთ წელიწად თუ ეიფორიდან ვერ გამოხვედი გაიგე აი ზუსტად მაგას ლაპარაკობთ გაასტრეს ამათმა რა კი გაასტრეს ეთახე ეგ იყო საუკეთესო შეფასება რაც პრესკონფერენციებს რო უსმენ ანჩელოტი მენატრება ხო არა მენატრება ხმე ესპანურად უსმენ ამას და არ არის რა ის ვერ მიყვება რა იმ რიტმს რა მიუხედავთ იმისა რომ ანჩელოტის შო დამთავრებული თემა იყო აი ბოლო წელი ანჩელოტის გააგრძელა ამა აფერი ახალი არც ხელწერა არაფერი მენატრება ანჩელოტი პრესკონფერენციები ვაგრძელებ აკაკის გადავედით უკვე მე მგონი კარგად ჩემპიონთა ლიგის ხო მიმოხილვების
ხო და გავაგრძელო? კი, გავაგრძელო. ხო და აი ესეთი განწყობა მაქვს რა, რომ არავითარი ხელწერა, არაფერი არ დაეტყო რა, აი რეალს ახლა. ანუ უკმაყოფილო ხარ ჩავი ალონსოთი. არა, მე უკმაყოფილო არა ვარ. ჩავი ალონსო ჩამოიყვანეს ზუსტად ასაშენებლად რაღაცის ახლის, გამიგე? არა და ლევერკუზენი ააშენა. მიუხედავად იმისა, რომ მოდრიჩი ხო, ზამთრიაკი ააშენა ახლა. ვერავინ ვერ უკებდა 2 წელი და ააშენა, მაგრამ რეალ მადრიდის, ბარსელონას, ბავარიის ბავარიაში რო გადასულიყო, მე არ მგონია, რომ იგივე ეფექტი ქონოდა, რაც ლევერკუზენში ქონდა. ამიტომ ამ დიდ გუნდებს კიდე უფრო სხვა რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი სკეპტიკოსი ყავთ, სხვა შორის აი იგივე რეალში და ბარსელონაში მწვრთნელი რომ მოყავთ, აი როგორი მოიყვანონ. მიხვდი, აი ეს ხავი ალონსოს ძალიან ბევრი ისყავდა მოწინააღმდეგე, რომ ესეო მზად არისო ჩვენი დონისთვისო. კიო, ლეგიტიმური გამოუვიდაო, მაგრამ აი და აი ეს მაკლია თითქოს რა იმის, აი სიდიადე იმ რომელიღაც მწვრთნელის რა, დიდი მწვრთნელის რა. ხო. აკლია კიდევაც ხო ლოგიკურია ხო არ უნდა სად იმუშავა, მარტო იქ იყო. არა იქ იმუშავა და ყველა თამაში მოიგო მოწინააღმდეგე წარგროვა. მაგრამ იმუშავა იქ ძალიან მაგრამ ხო ეგ ხა კარგიც არის გამოვიდა კარგად აი აქ რა იქნება არ ვიცი მე არ ისე გერმანიის უძვის ის რო მოთამაშეებთან ურთიერთობაც არ ვიცი ამისი როგორი არის ის უყვარდათ როგორც მამა დიდი პატივისცემა იყო იმის არა გამოცდილება რა შედარება ხო არა ის ხო და დიდ გუნდს ეთყობა არა ვერც ვერ ვეთყობ მე რეალს ქარიზმაც მეტი ქონდა და ავტორიტეტი ის ტრაექტორია მიდის რაც ქონა ანჩელოტის ის ბოლო წელი ანჩელოტის ანამ აი შარშან წინა სეზონი რა ეხა ბენზემას მერე წავიდა ბელინგემი მოვიდა ბელინგემმა ვინისიუსსაც მოიგეს ერთი ლიგა წარმოიდგინე, ნუ ვინ წარმოიდგენდა, რომ არავინ აღარ იყო, არც კრისტიანო რონალდო, არც ბენზემა არავინ და მაინც მოიგეს. მაგრამ კროსი. არც ეგენი იყვნენ არავინ. მაგრამ კროსი შეუძლია. აი აქ ეხლა მე ვხედავ, რომ არაფერი არ ხდება რა. ვერაფერს ვერ ვამჩნევ, რომ აი ამ თემაზე რა სიტყვა. ასე პესიმისტურად ხვდები ელ კლასიკოს. ელ კლასიკოს ხვდები პესიმისტურად, რეალზე თუ ლაპარაკობ, მაგრამ ელ კლასიკოს არც ეს ბარსელონაა შარშანდელი. აი ხო შარშან როგორი ბარსელონაც იყო ეს ბარსელონა ისეთი არ არის პლუსი აქეთ რა არის ბარსელონას ვნახოთ მაშინ ბაპე უკეთესია ვიდრე იყო შარშან კი გაცილებით ორივე გუნდი არ არის საუკეთესო იმაში რა მომენტში რა კლასიკოს წინ თუ ეხა კლასიკოზე ვლაპარაკობთ იმ ფლიქს ლანძღავენ მაგრად კატალონიაში ამას ჯერ არ ლანძღავენ, მე ვლანძღავ აქ ჯერჯერობით, მაგრამ ნუ არ მომწონს როგორ თამაშობენ, არ არის ეხა არ არის არაფერი ეხა ფეხბურთი ხო რაღაცა უნდა ხედავდე არა, რაღაცა უნდა ჩანდეს არა თამაში რა. არ არის. ესეც ეხა ყველაფერი კი კარგად გახადა, მაგრამ მე იმ გაძევებამდე არ ჩანდა ეს 6-1-ის და იმას თამაში. არ ჩანდა. ოლიმპიაკოსთან. არ ჩანდა, მაგრამ ნუ ალბათ მოუგებდნენ მაინც გარაკახა. მაგაზე არა ლაპარაკი ოლიმპიაკოსის მოეგო, ხა ეგ არ არის მისი. ორივე გუნდში დაცვის პრობლემაა. მადრიდშიც და ბარსელონაშიც. ძალიან ბევრ გოლს უშუალოდ. კარგი, აკაკის ჩავთოთ ახლა ბარემ რახან ამ ორ გუნდზე ვსაუბრობთ, ამ ლიგის მონაწილეებიც არიან და თან მართლა ელ კლასიკოა, რომელიც სხვათა შორის სილკ უნივერსალზე იქნება და მაყურებელმა აქედანო იცოდეს, რომ ამ თამაშის ყურების პრობლემა არ ექნებათ, ისე არც სპორტული არხების დაყენება პრობლემა, არც ფასით და არც შესაძლებლობით, ასე რომ ვისაც ფეხბურთი გიყვართ, ძალიან მარტივია ამის გაკეთება. როგორც ერთხელ ჩვენმა პირველი სპორტული ტელევიზიის დამფუძნებელმა მამუკა გამყრელიძემ თქვა ერთი ლუდი უფრო ძვირი ღირსო, ვიდრე ერთი თვით სპორტული პაკეტის შეძენა და დანარჩენი ხა თქვენ გადაწყვეტეთ, რომელი უფრო გინდათ. ლუდი აგერ ჩვენს გვაქვს. აკაკი. ხო, რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით, ეს ყოველთვის ისეთი მსოფლიო მოვლენაა ეს კლასიკო, რა თქმა უნდა ამაზე. ზედმეტი საუბარი. მე მაინც მგონია, აი რაღაც უფრო ინტუიტიურად ვძნობ, რომ ეს ხაბი ალონსოს ხელმძღვანელობით მოუმატებს და აი ლიგის მოგების მე მგონი ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტი იქნება.
ვაიმე რა გაიგე. იცი რა ანუ ჯერ თავისი იდეები ვერ მაინც განახორციელა. გონია რომ ეს სუპერ აგრესიულ ფეხბურთს ათამაშებს საბოლოო ჯამში და აი დაცვის ხაზებში ბოდიში აი ხაზები ერთმანეთთან კავშირს ვერ ხედავ დაცვა არა ეს ხუისენი თურმე ჰაუსენი რაც არის ხო რაც არის თურმე ძალიან დიდი ძალა იმიტომ რომ ბოლო თამაში არ იყო და მეორე თამაში წითელი ვარსკვლავი არის ეს ბიჭი ხო და ამხელა როლი თუ ქონდა ეხლა ნამდვილად არ მეგონა მაგრამ კარგია სარისკოა ეგეც რა ეგეც არის ფლიგზე გამოხსენდა მე მგონი უნდა წესით ეს აპელაცია კი შეიტანეს მაგრამ წესით ტოვებს რაღაც გააძევეს ამაზე შეიტანეს აპელაცია რომ დართონ უფლებას მაშინ სტატუსზე არ უნდა უშვებდეს თორე ეხა იქიდან კომუნიკაცია მაინც აქვს ხო და ის საინტერესო იყო ეს ბელინგემი რო ახსენეთ ეხლა როგორი სეზონი ქონდა ხო პირველი ის მაგრამ მეორე აი ჩავარდნა ეხლა თვითონ თქვა რომ აი ხო ჩავარდნას ეძახითო გატანილი ქონია შაშან 15 გოლი და 14 პასი ბელინგემს მაგრამ იმას აღიარებს რომ რა თქმა უნდა პირველის ჩავარდნა არ იყო, მაგრამ პირველის მსგავსიც არ იყო. ადგილი შეუცვალეს. 23 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ნუ არა, უბრალოდ არ ველოდი ესეთი სტატისტიკა თუ ქონდა, ეს ხო 15 და 14 რომელი იყო და სხვაგან ათამაშეს. მაგრამ ამ სტატისტიკაზე ბევრი არ იყო და არა, რა თქმა უნდა. თვითონაც რომ მოსული პირველ სეზონში რო ქონდა ეს სტატისტიკა ხო, ის პირველი ეგ რო ქონოდა? ხო, რა თქმა უნდა. ვიტყოდით რომ ის 23 გახდა მერე ხო როგორც ხდება ხოლმე ხვიჩაზეც არ გახსოვს იმას პირველი სეზონი ნაპოლის და მეორე სეზონი და აუ ჩააგდო და რა ჩააგდო ხო ერთი მოგაგლები ქონდა გატანილი მეთქი არა ისე მარჯვენა მცველი მადრიდში რომ ვალვერდემ ითამაშოს საფრენს ხო ეს ეტო ვალვერდეს კლავენ ახლა იმ ფლანგზე რა კლავენ აბა რა შვებიან მაგრამ რო არა საშინელება ესეთი ფეხბურთი ხო და სოფოყურაიცა თამაშა უყურე კარიერასი არც ეს კარიერასი ვერ გავიგე ბოლო რა არის ბოლომდე ვერ კარგია რაღაც მომენტებში არა გავიგე რომ კარგია მაგრამ ხოთები ხანდახან ისე სისულელეს აკეთებს ეს რო იყოს ისე თუ მაშინ უნდა ვთქვათ რომ ესეც არის პაონების და ზიდანების გაგრძელება და მაშინ ასუნსეაო და რა ქვია კარიერასი გასაგებია რატო არიან იქა ოღონდ ზუსტად ესე შემიძლია ვიწინასწარ მეტყობა და ამას ნოსტრადამოსობა არ ჭირდება რომ როგორც პაონმა გაამართლა და ის იქი მანდ იქნება ასუნსეაოც და ესეც რა ქვია ასენსიოც რაც არის რა ხო იმაზე დაჭერილი ასენსიო დაიჭირეს იმაზე რა ქვია პორნოგრაფიის მე ყველაზე ძალიან რეალს რაც შეეხება მაწუხებს შუა ხაზი არ და გულერზე არის დაკიდებული ახლა რეალის ნახევარ-დაცვა 20 წლის ბიჭზე არა ცუდი ბიჭი არა ცუდი ბიჭი როგორ არის გადასარევი ბიჭი კარგია მაგრამ გააჩნია რას დაავალებ ყველაფერს რომ მაგას დაავალებ არ და გულერის გამოცვლა ნიშნავს რომ პასი აღარ გადის ხო 10 მეტრიანი პასიც აღარ კეთდება შუაში არ კეთდება რა ფიზიკურად არ ვერავინ ვერ აკეთებს კროსი რო ხატავდა რაღაცებს და მოდრიჩი აქედან რო ხატავდა და კაზემირო იქიდან ანგრევდა ყველაფერს დამთავრდა ეს ხე დღეს არის არ და გულერი არ და გულერზე დაკიდებული რეალი ხო სახიფათოა იმიტომ რომ ეხა მართლა 10 მეტრიანი პასი არ კეთდება შუაში აი რა ძალიან საინტერესო პერიოდში გველის ელ კლასიკო და მე მაგალითად მოუთმენლად ველი ამ მატჩს მიუხედავად იმისა რომ შარშანდელი სეზონი ამ თვალსაზრისით ელ კლასიკოებით იყო კატასტროფული იმიტომ რომ ну რა ვიცი ახლა რაც ახლა იყო ჩემპიონთა ლიგის ეს ანგარიშები ყველა ამ ანგარიშით მოუგო იმან რა ქვია ბარსელონამ რეალს იმიტომაც არის ანჩელოტი ბრაზილიაში იმიტომაც არის იმაში კოპაკაბანაზე ხო რა მინდა ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ისტორიული ჩანართი რომელიც მინდა რომ
განახოთ თუმცა რაღაც ხო მისი რა ქვია იუვენტუსი რეალი იუვენტუსი განმეორებით თამაშზე ეგენი ყოველთვის ტყუილია ეგეთი არა რაღაცა სულელია ტყუილია ხო რა თქმა უნდა ეგეთი რამე ასე სულელია ხო გარინჩამ რო ყველა მოატყუა იმიტომ ვინც ქერა იყო უნდა უბრალოდ იცი რა არის ეს მაჩვენებელი იყო იმისი ამ შემთხვევაში იმას ლაპარაკობდნენ რომ ეს არის ანუ იმდენად უკეთი თამაშია ხო ну თუ ასე იყო შეცდენ, იმიტომ რომ ჩავიდა იუვენტუსი და მოუგო და სწორედ სივორიმ გაიტანა ის ერთ-ერთი გოლი. ამის მერე ინიშნება გადათამაშება პარიზში. და უკვე სივორიმ კიდე გაიტანა ამ შეხვედრაშიც, მაგრამ რეალმა 3-1 მოიგო და ეს რა სტადია? ეს არის მეორე რომელი წელია? ეს არის ეს რა ქვია, მეოთხედფინალია ეს 62 წელი. 62 წელი. აქ კიდე რა გვარები არიან? აქ არიან ჯერ კიდე ხენტოები და პუშკაშიც არის. ხენტო ყველა არის. კი, ყველა. იქით არის ჯონ ჩარლზი, ბონიპერტი, ჩეო ბატონო და ნუ სივორი. საჯი პიჯაკით რო. აგერ შეაგდო სივორიმ კიდე ახაც. ვა, მაგარი კადრებია. ხო, მაგრამ მოუგო რეალმა 3-1 მოიგო ეს თამაში. ფელომ გაიტანა, პერ ლუის დელ სოლია კიდე აქ. ახლა მეორე გოლი მაგან შეაგდო და ახლა მესამე შეაგდეს ტეხადა, აღარ არის დი სტეფანო, მისი პასი. ოპა, ნახე. სამშვილიანი კომბინაცია დაცვა ჩაუვარდათ ახლა. ფიშტანგები. აბა. ეს ახლა არის რეალი იუვენტუსი და იცანით ალბათ იქ ბუტრაგენიოს გოლი იყო 86 წელია. მერე უკვე იუვენტუსმა მოიგო კაბრინის გოლით. აქაც 1-0, 1-1. ისეთ თამაშები ავიღე, სადაც ის იყო, რა ქვია. ხამად ბევრი აქვს ნათამაშები საერთმანეთო კიდე. მაგრამ ეს არის პენალტების სერია იყო აქ მერე. ამ თამაშს უყურეთ პანტიანში. კი ბატონო, მე კაბრინი არა ფუჭებს ფინალში 82-ში პენალტს. კი. ეს ნუ ძალიან მაგარი ლივერპული იუვენტუსი ამის მერე ხო არ ხდება? ფინალი იუვენტუსი ლივერპული ამის მერე ხო არა? 83-ში. არა, ეს არის 86 წელი. ეს მერე. ეს არის ორჯერ რომ მოიგო რეალმა ის რა ქვია UEFA-ს თასი და ჩემპიონთა თასზე გამოვიდა და აქ წააგო მერე იმასთან ბაიერთან 4-1. აი ბარო ისო გააგდეს სამუდამოდ ლამის ხუანიტო. ხო. იქაც დაძაბეს სხვა კი. აქ ბევრი პენალტი გაფუჭდა და აგერ ბრიომ ვერ გაიტანა, იქაც უგო სანჩესმა ვერ გაიტანა. ეს ბუიო. ეს პაკო ბუიო. კი ბატონო. ბუტრაგენიო დღევანდელი სპორტული დირექტორი. გამორბენზეც კი იცნობა. ბუტრაგენიო, ესე იგი ისევ ისეთია 25 წლის წინ რომ ძალიან პატარა იყო მაშინ ახლა სიმაღლეზე არ არის ხო უნდა ბერდებოდეს კაცი რა სიმაღლეზე კი არ გეუნები არა ასაკზე გადაბარაგები სულ მიკვირს როგორ ვერ მოიგეს ამათმა ხორხე ვალდანო ჩემპიონთა თასი ამ ხელა პაუზა იყო ესეთი კაი გუნდი ესპანეთში იგებდნენ არ მოაგებინა ლევანმა რომელიც კარში იდგა ამბრეკელენმა საზიზღარი იმეთი PSV ინთხოვენ რომელიც ეხლა მას მერე მზულს აგერ არის ხუანიტო და ფავერო მასტინა ოპა და ამის მერე იქნება ის ფინალი, რომელიც ვახსენეთ ჩვენ დღეს უკვე. მიატოვიჩის. აგერ არის ბატონი იუპი. კი ბატონო. აქ ზიდანია. აგერ დეშამი. კაპიტნის რა ქვია, მწვრთნელი. ორიჩელის გაცდენ. აქედან დაიწყო რა მეორე სუნთქვა რეალის დაიწყო აქ ფინალიდან კი ბატონო დიდი დაბრუნება კი დიდი დაბრუნება
მე რო კი იყო, ნამდვილად იყო ფავორიტი იუვენტუსი, თუმცა შემოდგენილობა იმასაც ძალიან მაგარი იყო. ეს ზედორფი დარბისეგე, რედონდოა, რობერტო კარლოსი, პანუჩი. პიპო. აი ხარი გოლი. ხო, ვარსკვლავებით გაძევს შუკერი და ეს არა მიატოვიჩი. კარლოსმა. ოპა, და ამან თამაშ გარეში. იყო თამაში. იყო გემდე იძახია. ვარი რო ყოფილიყო. დარტყის უმჩი. მაგრამ იმას ხომ მოხდა მე. ამის მერე მოდის ფლორენტინო პერესი და იწყება ახალი მშენებლობა. აი ვინც მშენებელია და არის მშენებელი. თავის შეცდომებით, თავის გაგდებებით, შეცდომის გარეშე. მაგრამ ფავორიტობას რო ვამბობთ, ხო ამ თამაში იუვენტუსის ეხა რანაირად ფასდება, ხო მაინც რაღაც ბუკმეკერული იმაზე უნდა გადაიყოს. აკე რა მომენტი ქონდა. 5-დან 0 ქონდა თასისაღებაზე რეალს, რო იცოდეთ რა. ხო, რამხელა ფავორიტი იყო წარმოიდგინე. კარგად ხოსოს ეგ. ხო რა. აი ჩემი საყვარელი ფორვარდი ერთ-ერთი. დავაშუკე. ეს არის 80 ეს არის 18 წელი ვარ. სიბელეზე ამბავი იყო. აბა. საული. არა ნუ წარმოიდგინე 32 წელი არ იყო მოგებული. 32 რეალ მადრიდისთვის არის ძალიან ბევრი. აჰა. მოგიზღვენეთ ეს შენ. კარგი, მოდი ახლა ჩვენ ქართველების გუნდებს არის სენ-ჟერმენზე გადავიდეთ ხო, იმიტომ რომ ხო ცოტა ნერვიულობდით, ყვარაცხელია გვინდოდა რომ კლავ დაბრუნდეს ამ ლიგაში ისე როგორც ვარსკვლავი და როგორც კლავ გვინდა რომ ოქროს ბურთის ლაურეატებს შორის იყოს და ეს ყველაფერი და აქ მივითვალეთ გოლებში მონაწილეობის ქულები. გოლს პლუს პასი. ხო, გოლს პლუს პასი და თან ისეთი თამაში იყო, რომ ვისიამოვნეთ კიდეც ანგარიშითაც და ყველა. კი, ახლა იცი ამ ხელა უპირატესობას არ ველოდი მართალი გითხრა. ეხლა ლევერკუზენი წლევანდელი მე არ მომწონს, ისევე როგორც უცბად ვიტყვი რომ მიუხედავად გამარჯვების არც ლივერპული არ მომწონს წლევანდელი. ეს დუეტს რა კარგი ესეთი ძალიან მაგარი ფეხბურთელი, ძალიან მაგარი ფეხბურთელი, ხოჭას ბასი. და ყველაფერი და მოაზრო. აუცილდა. ახალგაზრდა 20 წლისა. ბუკმეკერებმა პირველ ადგილზე გადაიყვანეს პარი სენ-ჟერმენი. კი, ამ თამაშის შემდეგ. ეს ზაბარნი რა თუნდოდა. არ ვიცი ეგ ზაბარნი არ მოგწონს ზაბარნი. რა ვიცი რა ამ თამაში როგორ უნდა მომწონო. ხო, გასაგე ხა ჩავარნა. არა, ჩავარნას არის და ჩავარნას ხა. მაგრამ მონსტრი ბიჭია. ხო ხა რაღაც კარგი რო არ ქონდეს ყველა არავინ ამდენ დასოს პრობლემაა გასაგებია, მაგრამ ერთ თამაში ესე ორი სისულელი აკეთო. ხო, ეს მაგის დღე არ იყო რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი ბიჭი ყავს. კი, მაგარი. ხო, აქ ისიც უნდა ვთქვა, თუ რა პენალტი ვერ გაიტანეს იმასთან, რა. ხო. ნახე რა, აი, ეზოში მატროვდით ესეთ გოლს. დაამთავრებდა სტოპიაც ეგრევე, ხო? არა, 90 იყო. ვერ ამთავრებდი. ხო, 45-45 ეგ ერთ მეკარე შეუძლებელი პენალტს გაიტანდი და 10 ქულა იყო. ზემოდან უნდა მოგერტყა, ზემოდან. ეს დუე ძალიან მაგარია რა. ეხა რო დავაკვირდეთ რა, თამაშები ბოლო ტურის მიხედვითაც რა. მე ეხა რა გუნდებიც მომწონს. ცოტა ისეთი რამე ერთი რაც არ მომწონს მე რეგეთყვით რატო მომწონს ესენი. ეს არის ბარსელონა, როგორც თამაშობს, კარგად, ნუ რაღაც ჩავარდნების გარეშე და სტილით. არსენალი, PSG და რა არ მომწონს ის რომ სამივე არიან ბარსელონის მწვრთნელები. ბაიერნი და PSV მომწონს. ეინდჰოვენი. ბაიერნი არა? ბაიერნი აბა რა ვიცი. არა, ამას მე არ მომწონს, მე მიშარა ისე. ამას არ ჩემი ის კი არა. მე PSV-თვის
კარგად თამაშობს ვიძახი თორე ეხლა რა გუნდების ჩამოთვალე სუპერკლუბებია ესენი და PSV ისე ვეფ რიგის ზონაზე კარგად ისე და ხო რა ისე დადიან და ისე თამაშობენ რომ გეგონება რომ რადიო ქართლის ხასიათის გუნდია რა თუ წავიდა თამაში ნებისმიერს მოვიდა აი სამი პირველი სამი არის უყველა ტიკიტაკა ხალხი ხო და ეს არ მომწონს რა თქმა უნდა მომწონს როგორც თამაშობენ რა ყველაზე რატო ასე გაბრაზებული რადიოებს ეგენი ზულს მე ყველაფერ საფარსით დაწყებული ტელევიზორები დამთავრდა ეს რასათანი არის მაგრამ ნუ კარგად ორი თამაში კარგად ესე იგი აქცია არ უყურს და წამლებს ვისუშებს ისა იმას საფარს და ტელევიზორს რის გამოშვები ფილმები გიყვარს ვინის წარმოებენ ალკოჰოლის ვინის ბორდო მაგალი და არის იმაში რომელი გაშია ბორდო გამშვენიერი გუნდი და მაგრამ ეხა ფეხი მაგამისმა ინტმონმა ის ჯილხაუსმა დაარტყა ფეხი იმიტომ მეჯავრება ეს კუმანი თქვა რომ კიო სწორი იქნება აბარა მოგებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო ტიგანას ბიჭო მუხში ჩაარტყა სპეციალურად ჯილხაუსმა როცა მოიგეს ეგეთესა იგანა იყო ბორდოში? იგანა იყო ბორდოში. კიდე ვიღაცა იყო ბორდოში, აკრებიდან გაახსენე. ჟირესის ბორდოში. ეგრე იყო ბევრი ხა, მაშინ მაგარი იყო. კლაუს ალოფსი და პორტუგალელი შალანა მომწონდა, კარგი. ჟირესი, ჟერარი, აი იქიდან შალანა პორტუგალიდან იყო ნახევარი. მაშინ ეგენი დომინირებდა. ზე ბაიერნი მე მგონი ფავორიტია თუ რაღა ფარული ბაიერნი ყოველთვის ბაიერნზე აღარ ვlapარაკო ბაიერნი ვიცით რო არის აი ნახოთ ბაიერნის მაშინ ეს თამაშობს კარგად თამაშობს მაგრამ ბაიერნამ ხო ნახოთ ბაიერნი არასდროს ბაიერნი მეათე დაასახელეთ ბაიერნზე ვlapარაკო და ფრაგმენტები თუ გვაქვს ნახოთ კი როგორ არა გვაქვს წაუგებელია ეხა მოიცე PSV-საც ნახავ ეს ამოჭრიდა რასან ამოუწა იმენი გოლი გაიტანა დაიზარჩებოდა რაღაცა ნახე როგორ ეუნებოდი კიდე უნდა გაიტანო მოიცა რამდენი 6 გვინდა გაითვალეთ გოლები იტალია ბოლოს 6 გოლი არა იმაზე გიჟდა რაღაც გინდა თვითონ ვინმესთან ერთნაირი ქულები რო გქონდეს ბურთები დაგჭირდება ნახევარ ფინალში მაგრამ კარგი ბაიერნმაც არ დააყო კარმაც და დანარჩენებმაც ნუ ის სასწაულ ფორმაში არის რა უკვე პროფესორია უკვე სირბილის გარეშეც თამაშობს კეინი ხო რა ვიცი რატო დარბის კიდევ არა დარბის კიდევაც არა არის მომენტები უბრალოდ დგას და მომენტს ქმნის რა თან კაცმა ძრებს მოიგო რაღაც. აბა გახარებულია სახში პირველად პრიზი მიიტანა. სვათოშორის ტოტენჰემაც რაც ისწავლა. ხო, ორივე საათი. ორივე საათი. არ ძალიან კაი გუნდია რა და ეს ლუის დიასიც მაგრაც მომწონს რა. შევიდნენ კაცი. აბა. არა, მაგარი გუნდია და ძალიან სახიფათო. როგორც ყოველ ხო, ახლა ბაიერნია რა. და ცოტა ეს კი რა ქვია, მინელდა ამის კრიტიკაც ამ კომპანიის. რუდანიშნეს მე გამიკვირდა. შარშან ბეწვზე იყო რა, როგორ დატოვეს და აი უფრო გამიკვირდა, მაგრამ დატოვეს. არა, ბაორია ყოველთვის მაინც ისეთებს ეძებს რა, გამოცდილებს, უფრო აი რაღაც ისეთ ტიპებს, ისტორია ვისაც აქვს. კომპანია გუშინ გაიხადა მაიკა და ხო არა, თან ისა თავისი რო ყოფილიყო, გაიგე? ხო, ან თავისი რო ყოფილი კი ბატონო. კიდე არაფერს არ ვიტყოდ. ხელმძღვანელობაში ყოველთვის საფეხბურთო ხალხი ყავთ. კი. საფეხბურთო ხალხი კი არა, გრანდები ყავდა. ესეც არის ერთ-ერთი გასაღები. კიდე ვინ არის? ჰეფნერიოთ რა გვარია ეს კაცი მოუწოდა მისამო. ოფმანი ზეთა რუმენიგე ფიონესიც უკვე იმას სულ სკანდალებშია რაღაცა ხან სასამართლო ხო მაგრამ ზის იქეთ ეკითხებიან რა სკანდალებში კი ციხეში იჯდა და თამაშებზე მოყავდა რა ეგრე იყო ხო ბადრაგით მოდიოდა ბადრაგით მოიყვანდა კანიც იყო ხელმძღვანელობაში აი კანმა და სალიხ ამეჯიჩმა არის მან ხო კაიხანი პრობლემები რო ქონდა ინტერნაციონალი იყოს ხო უნდა დანერგო
არა, აქ ძალიან ის არის რა ქვია, ხო და აგერ არის კომპანია. თამაში, პროცენტა თამაშები არ არის თორე. სადუნა მოიყვანეთ. იქნებ ხალხი მაინც იყოს ხო ტრიბუნაზე. ძალით იძულებით მოიყვანო. ჩვენთან ბადრაგით ბიჯა იყოს. მაყურებელი უნდა 15 მოიყვანო წელი ბადრაგით. სტადიონზე სიარული. ჩვენთან უნდა მოიყვანო ბადრაგით ბადრაგი ჭირდება იმას რომ მაყურებელი მოიყვანო. თამაშით ეს ქუჩაში ვინც იქნება დაიჭირო და სტადიონზე აიყვანო. ხო, მაგას მეტი ხალხი. ჰა? მეტი ხალხი იყოს. მაგრამ ისეთი თამაშებია რომ ზოგი იყოს მეც ეხში მირჩევნი არ ხო, მაგას გეუბნები ზუსტად. მაგისთვის არის საჭირო ბადრაგი. ეს მოუხდა ეს მართლა შენია ვიძინა ეს დიას. ძალიან მაგა ყველა თამაში გოლი გააქვს. ჩემი არ არის არ მეგონა ბავარიაში თუ ჩაждდებოდა ეს ტიპი და ვაფშე რა დრო იყიდეს გამიკვირდა და არა მე გამიკვირდა იმან რომ გაუშვა. მაგრამ ის გადაეკიდა ისაკს და იმას აქვია რაღაცას. ესე იოლი არ არის თანა ბრიუგესთან აი გუდა მეთქვა ხა ბრიუგე არ არის. შაშა ბრიუგე როგორი თამაში? წელსაც ატალანტას უბრალოდ სუხო არ მოუგებს და მაგიტო წააგდო რომ უგებდა იქ კიდე მონაკო 4-1 დაანახა თუ რამდენი და მაიცადეთ იქამდე გლასგო რეინჯერსი და ესენი ესენი იქ შესერჩევს გაუტანა 9 გოლი ორ თამაში. ეხლა იცი რა რეინჯერს და იმას უშინ ბრანმაც მოყოლა უგებს ყველა მაგარი პრეზესია. კაირატმა გააგდო სელტიკი იმან 29-0 მოუგო აბერდინს არა ადრე ვინ წარმოიდგენდა კაირატი და სელტიკი. აბა კაირატი ერთ-ერთი ყველაზე უსახური გუნდი საბჭოთა საიდერი იყო საერთაშორისო ჩემპიონატში ცხრილები რომ ახსოვს უკვე მოტივი. არა ანუ კაშმარი. აჰა ევსტაფი თუ ხო მე ევსტაფი ფეხლევანიდი. ფეხლევანი ბანდი ხო თუ კი კაირატში. იონკინი იყო მის ძმა. მე იონკინი ერთი ესეთი ფეხბურთელებში რა. ხო. აი რომელი უფრო დიდი წარმატება არის მეთქი რა ქვეყნის ფეხბურთისთვის. ჩვენ რო გავედით ევროპაზე თუ დაუშვათ კაირატისნაირად თბილისის დინამო რო ჩემპიონთა ლიგას თამაშობდეს თქო რა. ჯგუფურ ეტაპს და სხვათა შორის უმეტესობა მითხრა ჯგუფური ეტაპი და გამეკვირდა. არა, იმიტომ რომ ეხანდელი თაობა და ბოლო წლები ხო, კლუბების ჩემპიონთა ლიგა ითვლება უმთავრეს ტურნირად. ოქროს ბურთსაც არა, ესპანეთშიც ესე არის. ნაკრების გულშემატკივარი არის 15%. დანარჩენი იძახის მე ჩემი არ ვიცოდი, ესპანეთში. ესპანეთში კოლევა ჩაატარეს ხა ბასკები და ისინი როგორი პროცენტი დაჯდა იცი რომ მეთქი ნუ იმიტომ რომ შეიძლება ბარსელონას გულშემატკივარი კატალონია თვლის თავს და იმდენად ეს საკია იდენტიფიცირებას ბასკი და კატალონელი ნაკლებად აკეთებს ნაკრებთან ის ეს ყველაფერი მესმის მაგრამ ნუ იმდენად კლუბური ქვეყანა ვართო ჩვენ რომ ნაკრებიო კიო თუ მოიგეს რამეო გაგვიხარდებაო მაგრამ ჩემმა კლუბმა თუ წააგო ტრაგედია ეგ არის ხედავში მაიორკასთან თუ წააგო всё ხო აი ის არა იმას ეთყობა მეთქი მაგას ვამეთქი ჩემ ოქროს ბურთი განისაზღვრება უფრო მეტად იმეთი რა ქვია ჩემპიონთა ლიგით ვიდრე თუ არ არის სოფლიო ჩემპიონატი არ მაგდროსაც ხა ზოგ შემთხვევაში მაინც ზოგ შემთხვევაში იყო ხო მესის შემთხვევაში არა გრიზმანის შემთხვევაში სოფლიო ჩემპიონი გახდა ყველაფერი მოიგო საუკეთესო იყო თქვენი ბოტლი გარდა ვერაფერი მოიგო არა და იმან მარტო ჩვენ მივეთეთ თქვენი ბოტლის გამო ჩვენი ბოტლის გამო მარტო იმ პერიოდის დასამახსოვრებლად იმედი მაქვს რომ იმას კარგად შეინახავს იმიტომ რომ სხვა ჯილდო არ მეუღია ჰალანდის შემთხვევაში ხო აბა აი კარგი ჰალანდზე გადავიდეთ აქ რაღაცას ველოდებოდი ჩვენ მაინც და ვერ მივიღეთ ის რასაც ერთადერთი გუნდი ამ გრანდებში ყველას 7-0-ები და 7-2-ები და 6-1-ები და რაღაცები მოუგო და ერთადერთი გუნდი რომელმაც ასე ვთქვათ ისაჩკავა ცოტა თავი შემოინახა თუ რა ქნა არ ვიცი ცოტა გოლი გაიტანა იყო სიტიტორი შეიძლება იგივე წარმატებით რო ქონოდა რაღაც დავალება ეგეთი და გვარდიოლა რო არ გიждდებოდეს 5000 პასის გაკეთებაზე და გიждდებოდეს 5 გოლის გატანაზე, მაშინ გაიტანდნენ 5 გოლს. ხო, სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ქართული კვალი ვერ დავატყვეთ ამ მატჩს.
არა 6 შეხება ქონდა ხო, მაგრამ იცი რა, მოდი ბევრი ფეხბურთელი დამისახელეთ მე, ვინც ერთ კვირაში რეალს და იუვენტუსს გოლს გაუტანს. სოფლიო მასშტაბით გეუბნები და მე მივიღებ იმას, რა ქვია. არ ვიცი მე აქაც არის ეს ლაპარაკი არის რომ აქედანაც მიდისო. სად? მე მგონი იმაში პრემიერ ლიგაში. არის რაღაც ჭორს მოკარი არ მაქვს აქაური თორია თუ ესპანური თორია ხო როგორ არის რა ეგ ხო სულ არის ეგეთ რაღაცები ტოტენჰემი თუ არ ვწდები მე მგონი ტოტენჰემიო და ციფრით თქვეს მე მგონი 60 მილიონიო რაც გადაიხადეს ორჯერ მეც გადაუხდეთ ტოტენჰემისთვის 60 მილიონი ფული არ არის მოიტომ შესაძლებელია 60 მილიონად ესენი რაც კი ეს არის რა ქვია კაფელი ესენი კაფელი ისინი ბრიტოა ბიჭო ვიყავი სტადიონის იმაზე და კაფელიც არის კერამიკაყოფილი არ ვარ დაიბეს არა კარგია ნუ ეკრანად გამოიყენოს კაფელი სახში მაქვს ეგეთი კაფელი და მაგაც არ სტადიონი გაგეცებული მაგეთი არა ჩემგან წაიღეს მაგაც რაც მომჩა ვილიარეალი და რემონტზე რაც მომჩა წაიღეს და გააცხადეს რა ქვია შენ მაღაზიებში არ დადიხარ როგორც გატყობ ვერა ერთ მაღაზიაში ვერით ხოდა არა აქ ახლა ის მომენტიც არის ვილარიელი კი გაგვიხარდა ლიგაზე რომ გავიდა გაგვიხარდა რომ მიქაუტაძემ გოლები გაიტანა და ლა ლიგაში მოხვდა და ყველაფერი მაგრამ ხა ისიც უნდა ვიცოდეთ რომ ვილარიელისგან რაღაც არავინ ელის სასწაულ შედეგებს ნუ დაველოდებით რა არ მოვიტყუოთ თავი ვისაც მოსაგებია მოუგონდა ხა სიტისთან წაგება ხა ის არის კი არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა იყო ეგ აი გამოუცხადებელი იყო ესე თუ დაკუჭავდნენ იმას რა ქვია ატლეტიკო მადრიდს არ მეგონა არსენალზე გადავდივართ თქვა სხვათაშორის იმან რომ ეს არ არის არაფერი ყისმათიო ეს არის შეცდომები რომლებიც ჩვენ დაუშვითო პირდაპირ გამოვიდა თქვა არა იმან სიმეონე ხო ყისმათი შეიძლება ერთი ბურთით რო წააგო და 4 ბურთო სიმეონე ალბათ არა მთელი პირველი ტაიმი ისე არის არ გამოიყურებოდნენ სუდად მაგრამ მე დაიშალენ მე ძალიან ადვილად ეს არტეტა არის კაი და იმიტომ რომ არ შეიძლება ეხლა რომ რამოდენიმე წელი ზედიზედ ესეთ რიტმში იყო რომ ამ ტურამდე ეს არის გუნდი რომელიც ვერასოდეს ვერაფერს ვერ მოიგებს ვერ მოიგებს ხო ეგ არის 40 წელიწადი იყო ვენგერი ასეთი სმელი არყოლი არავის და 40 წელიწადში ერთი ჩემპიონატი მოიგო ისიც წაუგებლად ხო გავიგე მაგრამ წაუგებლად მაგრამ ხო არის წელიწადი აგებდა ყველასთან და კი ეგ აქ არსებობს მაგარი გუნდი იყო ის მაგრამ ესთეტიკის ხრივ ესთეტიკა იყო ძალიან ესთეტურად ესთეტიკა კარგი ლამაზი ფოტოშორის ამ ტურის მერე არ მინახავს მაგრამ ამ ტურამდე მთავარ ფავორიტად ლიგის მოგების არსენალი ითვლება ხო იმიტომ რომ თვლიან რომ ყველაზე კარგად არის თანაბრად დაკომპლექტებული ხო მაგრამ აი ორ ფრონტზე როგორ იბრძვა ეხა პირველ ადგილზე პრემიერ ლიგაშიც და აი რა ვიცი ეხა იმიტომაც ეხა ორივეს დევნაში შეიძლება ორივე და როგორ წააგეს ის სეზონი ლივერპულთან ხო მე მგონი ჰა ხო რა იყო არა ბოლო თამაში საოცრად თუ სიტის ლივერპულს არა სიტისთან აგუეროს სიტისთან ხო სიტისთან არა ძალიან კარგი გუნდია უდაოდ კი მაგრამ ეს თამაში ჩააგდო ლორენტემ საშინლად ითამაშა ო ის კი მთელი ყველაფერი მაგის ფლანგიდან გავიდა ყველაფერი რაც კი ფლანგი და შეიძლება ცენტრი რა ხდება ბიძინა შენ როგორ ფიქრობ აი სულ მაინტერესებს მინდოდა მეკითხა რა ატლეტიკოში რომ მოიყვანო სხვა მწვრთნელი ხო გავარდება რაც გეკითხები გუნდით მოთამაშეზე რო ავიღოთ სხვაზე ნაკლები ფეხბურთელები არ ყავთ თუ უკეთესები არ არის დავის ნახევარი არგენტინელებით დავიჯერო რომ ატლეტიკოს არ შეუულია უკეთესი ფეხბურთი ითამაშოს ამ ფეხბურთელები უკეთესი არის რეალს და ბარსას უნდა მოუგოს ხო მაგას გეუბნები არა შიგადაში გუგელს რა ორჯერ ფეხბურთსაც ჩემპიონატი თორე ის კი არა ფეხბურთსაც გეუბნები თამაშს გეუბნები რა ხანდახან შეიძლება კარგად ითამაშო ამდენი ხანი ვენგერზე და გეუბნებთ რომ ერთ ჩემპიონატი აქვს მოგებული და ამან ორჯერ მოუგო იმ რეალს და იმას რა ქვია და ორი ფინალი ითამაშა იმის ჩემპიონთა ლიგის სად იყო ის არსენალი კი ბატონო
კი ბატონო. ერთი ფინალი იყოს. თასების თასი აიღო. მაყოფილები უნდა ვიყოთ ერთი ფინალი წააგო ჩემპიონთა ლიგის წააგო ერთი. ბარსასთან. მოიცა ლივერპული ვნახოთ რა, ლივერპული ვნახოთ, თავარი ჩვენთვის თავარი ამბავი ვნახოთ, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობდი რაღაც დაგემალო. ხო, ამ თამაშის წინ პრესა არ ქონდა კარგი. და იცი რა, მიცა მშვენიერი აი იმ მოგერიებით ალბათ იქნება. თავიდან რო აიღო, ხო? ხო, ალბათ იქნება ის. აღარ იქ. ხო ის მანამდე იყო. მანამდე იყო, ხო. ეს ელისონი არ მიდის? არა, არ ნუ დამტრეულია მე მორჩევა სულ ხშირად იმტრევა ხოლმე. არა, რას ვიძახი რომ ხო მითიქოს რატო წავა ნახევარ სეზონს თამაშობს კონტრაქტი აქვს და რა ვიცი. თუ წავა აზიაში. ძალიან გამიხარდება თუ წავა. ეს თამაშგარია. მე მგონი არ უშლი ხედვის როგორ არ უშავრაკო ახლა. არა ახლა თუ არ უშლის იქ. წინ არ ედგა რა მამორდას ეხლა. წინ რო ხედვის არის რომ გეფარება და არ ეფარებოდა. ახლა შემთხვევით არ მოხდეს. არა, გავიგერო, არა, ესე იგი შემთხვევით არ მოხდეს, წინ იდგა ესე იგი, და იმიტომ ახლა, ხო? წინ იდგა, მაგრამ ზეგავლენა არ ქონდა. ანუ ხედვას არ უშლიდა ხედვას. მე არ წოფლი. აი ეს იყო რთული. კი. ხო, მაგრამ მე მაინც არ მომწონს ეს ამ თამაში არ ვლაპარაკობ. სლოტმა არია, შეიძლება გაუშვან. ერთი-ორი თამაში კიდე თუ წააგო პრემიერ ლიგაში. 4 თამაში წააგო, ეს საერთოდ არ მომხდარა ხა. იმას უბრალოდ გაკპოს იმედია მთელი. აი ფეხბურთელია, მაგრამ აინტრახტმა ხა უბრალოდ სამსამოვია. აი სახში წააგო ბაიერნთან 0-3 და უნიონ ბერნის კი მოუგო, მაგრამ მოუგო 4-3. ანუ მაგის კარში გოლის გატანა დიდი ეს არ არის, რა ქვია, სირთულე განსაკუთრებული. საინტერესო ფაქტია იმ დღეს გიორგი სამპაულომ მოწოდა ცოცხალის დროს ვეღარ მოვასწარი თქმა. აინტრახტმა 3 თამაში ხო ჩაატარა. 5-1 3-ვე 5-1 ითამაშა. ხო. ერთი მოგება და 2 წაგება. ისიც რაც რომ მოიგო ახლა 5-1 იქ თავისუფლად შეიძლება იმან ვერ გაიტანა, როგორც კარში ვერ გაქონდა იმას, თორე სამბურთიკას გაუშვებდა. თავებით ისე. ამან ორი ბურთი გაიტანეს თავით, ვირჯილმა და შემდეგი გოლით თავი მერცხალი გამახსენდა. კი, არა, დაბომბეს რა. და კარგად ითამაშეს ახლა რა თქმა უნდა ლაპარაკები. ძალიან კაი გულშემატკივრები ყავს. მე ვიყავი ამ თამაშზე. აინტრახტს ხო? რეინჯერსთან. ახლა რეინჯერსი გაიყვა რომ ყველა უდებს, მაგრამ იქ მაგარი კომაგობა იცია. ისე ბარსასთან არისო რომ მთელი სტადიონი რო გავს ესე და მოუგეს მაგის გამო ხალხი დაიჭირეს ესპანეთში. იმდენი ბილეთი გაიყიდა, იმდენი ბილეთი გაყიდეს, რომ თავისი ბილეთები რომ გათეთრდა სტადიონიო და ის ხავი გამოვიდა პრეს კონფერენციაზე, სად ვიყავითო ჩვენო, ფრანკფურტში ვიყავითო თუ ბარსელონაში, როგორ გადაიგებდნო რაშევითო როგორ გადაიგე, როგორ გაყიდეთო გუნდი ასე, როგორ გაყიდეთო რომ უმცირესობაში ვიყავითო. კი, ეგრე იყო. თანამად ფული აქვთ გერმანელებს და ჩავიდნენ და ყველა ბილეთი იყიდეს. ხო, იცი რა, ბრიტანელები და გერმანელები რო გადიან, ხო, სადღაც იქ ბილეთის ფასი სამჯერ ძვირი ხდება და ესპანეთი და იტალია და ის რო გადის ის თეთავის ბილეთს ორშაურად შეგიძლია თურქეთის თურქებს კი იხდიან ბევრი დადიან ხო ბატონო ჯერ ადგილზეც ბევრი არიან ყველგან კი ამ ხელა დიასპორები გერმანიაში რა ქვია გერმანიაში რა გერმანიაში სახში თამაშობდნენ ყველა თამაში სახში თამაშობდნენ არ გახსოვთ სტვენა იყო ნაკრებების დონეზე გერმანიასაც პირველად რო თამაშენ იმაზე მეტი არის ამ ევროპაზე კი არ გონე პირველად რო თამაში გახსოვთ აი ერთი 7-8 წლის წინ მაშინ გავიგეთ ჩვენ პირველად რომ ამდენი თურქი ცხოვრობდა და გერმანიას ამხანაგური თამაში ჰქონდა და სტადიონი იყო თურქული თურქული რა თქმა უნდა ზელერი შვილი თურქი
მაშინ იყვნენ 8 მილიონი. ზელერზე კარგი უცებ გამახსენდა. აი როგორ შეიცვალა ეს ანაზღაურებები ახლა. ადრე მქონდა მოყოლი ზელერზე ის ინტერმა შესთავაზა მილიონი გადმოსვლაში და მამამის კითხა. ხო, რა ვქნაოდა. უკვე დიდი ხარო შენ თვითონ უნდა გადაწყვეტეო, მაგრამ ისეო იცოდეო, რომ დღეში ერთ ბიფშტეკზე მეც ვერ შეჭამო. ანუ ეგეც დარჩა ჰამბურგში. მაგრამ აი ანაზღაურებაზე მინდოდა გეთ. ესე იგი იმდენად ცოტა იყო Adidas-ის აგენტი. და პოპულარიზაცია უნდა გაეკეთებინა ამ პროდუქციისთვის. გერმანიის ZUS. ხო და ხო იცოდა გრაფიკი, სად მოძრავა, ესე იგი, ქალაქებში, სოფლებში, იმებში. ნუ ყველგან საფეხბურთო კლუბი იყო ადგილობრივი. უკავშირდებოდა, რომ იმათთან ევარჯიშა. აი ზეგ ვიქნები თქვენთან, მაზეკ თქვენთან. ფორმიდან ვარ ამოვარდნილი. აჰო, და გუნთან ხანდახან ვერ ვარჯიშობდა ხშირად, მაგრამ ჭირდებოდა, იმიტომ რომ ფული ხო, მარტო ფეხბურთით ვერ არა ეს მოუყევი, ეს გენიალური. იმის სტადიონის ამბავი, იმის ლუდის და იმის რა ქვია. ხო, ესეც გამბურგში ის შულცი ყავდათ გერმანელებს. 60-ში შნელინგერი და ახლა ხო და ის მანამდე შალკეში თამაშობდა. ხო და შალკეში რო გადავიდა ის მოითხოვა ფული კი არა მიწის ნაკვეთი მომეცითო სტადიონთან ახლოს და იქ გამართა ლუდის ბარი. ხო და ეს გულშემატკივრები რა გაავსეს იქაურობა, ბუნებრივია. ხო და მერე თქვა რომ აი ფეხები რომ მომაკვეთონო, მომაჭრანო, შალკეს არ დავტოვებო და ერთ თვეში გადავიდა ჰამბურგში. და ეს გულშემატკივრები გაგიჟნენ, რა თქმა უნდა და ბოიკოტი გამოუცხადეს იმას. არ შედიოდნენ იმ ბარში. ხო და მე კითხეს ამ შულც რა რეაქცია გაქვდა. არ მადარდებსო ეგო. იდგნენო წვიმაშიო ის და ისინი რო იდგნენ ის დემონსტრატიულად სხვაგან კიდულობდნენ, იქვე კიოსკი იყო. ხო და ძვირად ღირებულ ქილებს ქილის ლუც ყიდულობენო და ვითომ მაღიზიანებენო და ისიც ჩემიაო ის კიოსკიც ჩემიაო ეგ არიციან. ხო და აი შულცი და ზელერი ჰამბურგის ის იყო. დაიწყო და ლევონი ქვია მაგის შვილიშვილს რაღაცა? ხო, თურქიის კი. Adidas ბრაიტნერი ეხატა მე მქონდა ეგ ბუცი. ესე იგი თბილისის დინამო. ენას რო ეძახიან. ხო, იმაზე ბრაიტნერი იყო სახელმწიფო გავარდნი იყო, იმიტომ ეხატა. ხო, ინგლისში ლივერპული. ბელგიაში სტანდარტი. და ყველას ეთამაშა თბილისის დინამო. ყველას ეთამაშა თბილისის დინამო. ხო, ყავს ახლა რაღაც გუნდები არა სხვაგანაც. ინგლისში მყავს ლივერპული, გერმანიაში ჰამბურგი, ვისაც დინამო ეთამაშა, საფრანგეთში ბასტია. არა, ეგონეს. მილა თამაშობდა იმ საფრანგეთში ბასტია. ჩაურთეთ ამას რომ ცოტა ესქნას გაერთოს და ჩემზე ესქნას რა ქვია. გაი არ გამოიაროს ხო ეს საკმარისი ცოცხალში ამოუწურე ფენის 4 არ გეყოფათო როგორ და არ გეყოფო 4 ბურთები დაგჭირდება არა ეგ აროროდებოდი ნახევარფინალში კონტეს ნახევარფინალში ნახევარფინალში სხვა რამე თან ერთი დროს უგებენ ყვითე მაისური დაიხადა და ყვითელი მიიღო და ეხა ამანაც კი ნახევარფინალში მეორე ბარათი მიიღოს და გამოტოვოს მეთქი არ უნდა იფიქროს თქო ფინალს ვერ ითამაშეს თან უგებენ ერთით თან უგებენ ეხა იტალიის მაკტომინ აიტანა 2 გოლი რა მაკტომინემ ითამაშა ის გაქრა საერთოდ საერთოდ ესე გაანადგურებ იტალიის ჩემპიონს კონტეა თან ავიცი 6 გოლი მე მგონი ჩემპიონს და ლიდერსაც არა იცი რატო თქვი ითხოვენი რა ითხოვენი გულშემატკივარი ხვინა ფეხბურთის ელემენტები იყო რა თამაშის დროს რა აი არა კაი ფეხბურთი ითამაშა კაი ფეხბურთი ითამაშეს რა ერთი გოლია რომელიც
სასწაულად გაითამაშეს. ეს 5 პასი რო გაკითხა, ხო? საოცარი გოლი გაიტანა. არა, მერას მაჩუქეო ბიძინამ კი თქვა და არც მიშასთვის არ მიჩუქები ეგრე გამოდის, მაგრამ საფეხბურთო სამყაროს რომარიო და რონალდო ხო PSV-მ გაუსვამდა. კიევმა რომ მოუგო, მაშინ ხომაგობდი, ექსტრემი თამაშობდა ამ და მაგრა თამაშობდა. ნახევარფინალი იყო თუ არ მოხდა. რონალდო ოღონდ ფენომენი ეს კიჭა. ნამდვილი რონალდო. ნუ კომანები და რისტეროი და კიდე ბევრი სხვა. ნილისი აქ იყო ხო? აქ იყო. ნილისი აქ იყო, ჯერალდ ვანენბურგი ეხა ეინდჰოვენი უფრო ეგ შენ გეწოდინება, უფრო მეტია თუ ფეინორდი. ვინა? ეინდჰოვენი თუ ფეინორდი. ტიტულებით ხო ტიტულები? ხო აი ჰოლანდიაში. არა, მე მგონი ფეინორდი. ტიტულებით ფეინორდიობია. იცი რა, მგონი ფეინორდი ჯობია. ფეინორდი მე მახსოვს, შეიძლება მეშლება 86 წელს. ჩვენ რო გამოვაგდეთ. არა, ტიტულებით პირველი კლუბი ხდებოდა, რომელსაც ექნებოდა სამივე თამაშის მოგებული ჩვენ გამოვაგდეთ. მეორე ადგილზე იყო, ოღონდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდა. თასების თასი 91-ის როა იყო, ევროპის პირველი კლუბი იყო, რომელსაც სამივე თასი ექნებოდა მოგებული. UEFA და ჩემპიონატი. ტოტენჰემს მოუგო ჩვენ რო 5-1 ეს სწორად მახსოვს. ნუ ერედივიზიონში მე როგორც ფიქრობ, ზუსტი ციფრები ხა, არ ვიცი, მაგრამ აიაქსის მერე PSV და მერეა ფეინორდი, ანუ მოგებები. ხო, აი არ ვიცი, და მოიგიკითხე. მესამეა ხო იდეაში მეტი კიდე რომელი არის? არა, ამათთან ახლა წამოეწევა ხარ. რაღაც პერიოდში ასეთი ცოცხლი ხო ემოდნავ რომ ამოიწია. 80-იანებშიც კარგი ალკმარი იყო, აი კისტირო თამაშობდა. ერთხელ ტვენტემაც არ მოიგო? ხო, მაგრამ მაინც ახლა არა, სამეული აი. არა, ეს არა, ამის მერე არის მე მგონი ის გოლი შეერომოწოს ბიზინა. ხო. იმდენი გავიდა რომ აი ხა. კისტის მერე გამოჩნდა კიფტი და ეშლებოდა, ბევრს ერთი და იგივე ეგონა. აი ნახე. ოპა. ნახე რა ხდება. ნახე. გარდენ პროტესტი. ნახე. შენ არ გონდა, შენ ნახე ვიცი. აი ამაზე ვთქვი რომ აი სული რო გაიხადა გაუბრაზდი რომ. კი, ქონია, მართალი ხარ შენ. ეს ხო? ვაუ, ჯორჯის გეუბნება. 26 აქ, PSV და ამას აქვს 16. ჯორჯის კაცო. აა, ესე იგი ის კარგად ჯობ. ნუ აიაქსი ნუ არა, იმაზე არ გიქხარი. აი, ყველა იმითია, 36 აქ აიაქს, 26 აქ ფეინორდს და იმას აქვია, PSV და 16 აქ მას. მე რაც ერედივიზიონს მიმამაგრეთ ცოტა. კი, ხო, ჩავიხადე. აი, მაშინ ერედივიზიონი თვე დავამთავროთ, ხო, ჩელსის ჰქონდა მე მგონი, თუ გადავაგდეთ არ მას არ არის. ამან სამმა თინეიჯერმა გაიტანა გოლი აქ. ხო, საბავშვოებაღით მოუგო ხა. არც გამიკვირდება, ეხა ტვენტეს ხდება და ისიც ესე მოუგებს, მაგრამ რა თქინდა, მოხსნეს ის ხო არის? არ ხსნიან და რა, აშინებს მე შენ რო თქვი 90-იანების ბანდიტს გავს. გავს ოპეგეს ჟილეტები ოპეგე რო იყო 90-იანებში იმის წევრს გავს რა. ეს რასის მერსედესი უნდა შავი და ვიღაცებს აშინებს, იქ ვერ ხსნიან, ვერ ეკარებიან ახლოს. მეტი რაღა უნდა წააგოს უბრალოდ, რა ვიცი. ყველა მოუგო რა. ეს ესტევოა, კაი ბიჭი ზან. ხილიან რამე უნდა ერქოს, ლიხოიან რაღაცა. გას იქ იბღირება. დგას იქ იბღირება. ისე რა გიჟის თვალებით იყურება. არავისი არ მოქმედებს ეს მისი გამოხედვა. არც საჯზე, არც გუნდზე. ეს 50 პენალტი იყო ამ თამაში. და ის კაცი გაეკიდა გადიოდა პატიოსთან საჯერიმოდან და გამოეკიდა და სამჯერ წააქცია. ამ პენალტი. კი. უცნაური პენალი. რა უნდა?
არ ვიცი მიდიოდა ის კაცი ანუ სადღაც. მთელი დაცვის აზრია რომ საჯარიმოდან განდევნო. ხო ის თავში გადიოდა. არაცალა არაფერს. არ გახვიდე ეს რომ წაცი ადგა კიდე მიფოფხავდა და მივიდა და კიდე ჩაარტყა რომ იქ დამთავრებულიყო. მე მგონი ზალით უკეთ. მე მგონი ფაიტინგს გაშვებოდა. უნდა და ესენი ვეფთებია რომ ვეფთებიან ახლა სანამ 12-ით 0-ს არ წააგება ვეფთებიან. ну კიდე გქონდა ჩვენ იმისი რა ქვია ინტერეს მომენტები მაგრამ ახლა გავაჩერეთ იმიტომ რომ ახლა გამოცხადებული იყო ახლა სენჟილი მიხვით იმისა რომ ამ მას რა ქვია ინთხოვნეს თავის სახში მოუგო არ აღმოჩნდა თლათ მზად ინტერესთვის რომელმაც მშვენიერი გაკვეთილი ჩაუტარა საფეხბურთო მე მგონი დროა რომ ჩემი დროა yes კარგი ბატონო აიაქსის თემა ის ერთი სანამ დაიწყებდი საინტერესო ის იყო არბიტრაჟთან დაკავშირებით ვართან დაკავშირებით ეხლა რამდენიმე ქვეყანაში მიდის ტესტირება ეს ჩელენჯით ვარის მოთხოვნა 20 წლიანები მსოფლიო ჩემპიონატი ხო აი მათ შორის არის სერია C-ში სერია C-ში და აი საინტერესო რამდენი მიცეს საკაკი ჩელენჯის უფლება ეს სიმართლე გითხრა არ ვიცი მაგრამ აი საინტერესო ფაქტი მოხდა ესე იგი წავე გადაცემას აპირებდა და მოხდა მცველს საჭმა ჩათვალა რომ ხელით თამაში იყო ხელში მოხდა და აუნთო ყვითელი ეს იყო მეორე იმისთვის და შესაბამისად წითელი წაუფრიალა ვარი ამ დროს ვერ ჩაერევა ხო ვერ ჩაერევა და აი რა მოიფიქრა გაგდებულის მწვრთნელმა ჩელენჯი აიღო რომ პირდაპირ წითელი ეკუთვნისო ამას თავის მოთამაშეს წითელზე ხო შეუძლია ეთყობა მანამდე ამ ლეპტოპზე ნახეს აი მწვრთნელმაც თქვა რომ არ მომხვედრია ისა ანუ დარწმუნებულები იყვნენ ნუ იგარჩე ვარმა დახედა დაუძახა საჯმა საერთოდ გააუქმა ყველა მაგრამ იმ წამსვე მიიღეს ფედერაციაში გადაწყვეტილება რომ საკუთარი მოთამაშის წინააღმდეგ ხო იცი რა აი მე გეტყვი ხა ეგეთი წესი რახან გახდა საჭირო და ეშმაკობა რატომ გახდა იმიტომ რომ როდესაც არის წესი რომ წითელ ბარათზე შეიძლება რომ გაუქმებაზე ან მიცემაზე ვარი ჩაერთოს და მეორე ყვითელი რომელიც იწვევს წითელს არ შეიძლება აი რა უნდა მარტივი უბრალოდ ყვითელზე არ შეიძლება უბრალოდ ყვითელზე მაგრამ იმ შემთხვევაში ყვითელი იწვევს წითელს იმის შემოწმება შეიძლება როგორც წითლის ხო გეტყვით რომ სოფლიო ჩემპიონატზე იქნება ეგ სიახლე ამდენჯერ მეთქვი და მერე გაგრძელდება ანუ მეორე ყვითელს გადახედავს არის ჯერ ჩელენჯებზე აი გამოცდის თემა ამ სოფლიოზე გამოცადეს ი გამოცადეს იმიტომ რომ ლოგიკურია ჩვენ რამდენი ხანია მაგას ვლაპარაკობ ჩელენჯი უფრო ეფექტურია ვიდრე ანუ ჩელენჯი აი ოლიმპიაკოსის თამაში ხო, ну, გაცილებით ეფექტურია ჩელენჯი, როცა მწვრთნელი ითხოვს კონკრეტულ ეპიზოდზე, ლიმიტი იქნება, საჯები მიაქცევა ყურადღება. კი. ну, მუშაობენ ალბათ ორი. ალბათ ორი, მაგრამ თუ არ გააფუჭე, თუ არ გააფუჭე დატოვებ, ანუ თუ სწორად აკეთებ, 20 ჯერ შეეშალა საჯი და 20 ჯერ სწორად თქვი, იქნება. მაგრამ მად ხო ეს ჩელენჯი უბრალოდ რა მინდა ვიკითხო. ეს შეზღუდვები დარჩება, ანუ კუთხურის გაპროტესტება შემეძლება. კუთხური დაამატეს სხვათა შორის. დაამატეს, ანუ როგორ დაამატეს, იცი რომ აი მნიშვნელოვანი ესეთი რაღაც წერი ახლა მნიშვნელოვანი კუთხური რომელიც შეიძლება იყოს ახლა ვერ ალბათ ბოლო წუთების ან კუთხურისგან გოლი და ან რაღაცა არ იყო. ჩვენ რო ხოდა აგერ ესპანეთთან რო გაგვეპროტესტებინა ეს კუთხური შეიძლება გოლი გაუგებოდეს. ანუ როგორ იცი რომ კუთხური იყო არ მოგცეს წამოვიდა და აქეთ გოლი გაუშვი დაუშვათ ალბათ აი რაღაცას მოარგებენ რა ეხა მაგას რა თორე კუთხური ნახსენები არის რომ მიხვდნენ რომ ნუ ეხა ბოლო წუთებზე მნიშვნელოვანია და ჰოლანდიაც 2000-ში სოფლიო ჩემპიონი იქნებოდა და აი კიდე სანამ დავიწყებდეთ ანუ იმას გაუუქმებდნენ გოლს შენ ხარ ჩაგიტოლებს მეტი შანსი მრჩებოდა ბიძინა აი კიდე სანამ დავიწყებდეთ აი საკლუბო ის ქონდა ხო და აი კარგი სამოწიეთ ნუ ახლა კატასტროფაა ხო მე რამდენი წელია პირველივე ეტაპზე ხო ვარდება ნებისმიერ ტურნირში
და აი პროფლიგაზე რო იმაშობდი, ხო? წამოწიეთ და აი რა ანალოგებია ასე ვთქვათ ევროპაში, ანუ ყველა ვარიანტია. როგორც წესი უმეტესობაში არსებობს ეს პროფლიგა. სადაც კარგი ლიგა ყველგან არსებობს. იქ აი მაგალითად ინგლისი და ის რო ავიღოთ, ხო გერმანია, იქ რევოლუციასავით მოხდა ქვემოდან ინგლისში, ანუ კლუბებმა მოითხოვეს თვითონ გავიდნენ ჩემპიონატიდან და დააარსეს შეფესე პრემიერლიგა. ხო გერმანიაში თვითონ კავშირი მიხვდა ამის აუცილებლობას, საფეხბურთო კავშირი და დააფუძნა ლიგა. ხო, ორივეს ბუნდესლიგა ორსაც ისინი კურირებენ. ძირითადად ეს არის აი ტელეტრანსლაცია და კომერცია. ჩვენთან ხო იყო ბიზნესი? იყო და საკმარისად უნარიანად ხელზე კარგად შეფუთეს მახსოვს. დღეს შეიძლება იყო და ის პატაბურჯალიანი იყო და კი და ძიმა და ხო მუშაობდნენ და დღეს შეიძლება კარგი ყოფილიყო ეგ ლიგა. ეხლა გვაქვს გოს ლიგა, ხო? კი. ბიუჯეტიდან გუნდებს ხელფასებს უხდით. აბა, ბოლოს ხო. და სად არის? ჩემ ბოლოს. თურქეთი. ნუ სადაც ეხა სახელმწიფო დაფინანსება ძირითადად უნგრეთი. იქ ეხა რა ვიცი პრობლემა სახელმწიფო უნგრეთი სპანაირი. არის უბრალოდ მათ აქვს აი სტრუქტურები ფედერაციაში, აი განყოფილება, რომელიც საშეჯიბრო რაღაც. აი საინტერესოა აი ჩვენთან არ ვიცით აი ვინ არის პასუხისგებელი. ფეხბურთის ფედერაციაში არის კონკრეტული სასაჯიბრო განყოფილება, რომელიც ატარებს ამ ლიგებს. და ამის მერე აი ცოტა უცნაურია კიდე და ბიუჯეტიდან უხდით რამდენს თითო კლუბს რამდენი არის? ესე იგი რაღაცაზე პასუხისგებელი ხო ხარ ამ შედეგებზე. უმაღლესი ლიგის კლუბს რამდენს? რაღაც მილიონი ნახევარი ვიცი მე. არა, რა მილიონი ნახევარი მეტია. მეტია. მეტი იქნება რა. წარმოიდგინე, არავინ არ უცით რამდენს უხდია. ხო. ხო? თან ბონუსებიც არის. არა, ჩვენ არ ვიცით ეგეც არ არის კარგი. ბონუსებიც არის. ბონუსები არა უშავს, ვინც საჭიროა იმათ იციან არ ითარდება. ხო და აი მას აი პრემიერლიგაც საინტერესო იყო. ადრე იყო, ესე იგი ნაწილდებოდა 4 დივიზიონი, 92 კლუბი იყო და თან კრიზისში იყვნენ. როგორ? თანაბრად. ესა როგორ? ინგლისში. ხო და ეს თან ძიმედროება დაუდგათ, დისკვალიფიკაცია ჰქონდათ ეიზელის მერე. მერე თან უნდა მოეყვანათ ყველას თავთავისი სტადიონი წყობში, იმიტომ ტალახში თამაშობდნენ, გვახსოვს ჩვენი ძველი. იმაზე დიდი ხარჯები ის იყო და აი ეს გააკეთეს. 85 იყო ეგ თუ 87? ეიზელი. 5. ესენი დაარსდნენ 92-ში. ოღონდ აი მარტო ტელეტრანსლაცია არ არის, თორე ტელეტრანსლაციის ესპანეთში მაგალითად ეს ლა ლიგა 84-ში დაარსდა გაცილებით ადრე, მაგრამ აქ უფრო მასშტაბურად შეხედეს, დაუკავშირდნენ თანაბარი წილებით შექმნეს ეს შეფესე ამ 22 კლუბმა. მერე დაუკავშირდნენ რუპერტ მერდოკის სკაის და იმან გაიყვანა ამ შტატებში, ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, ინტერნაციონალური მსოფლიო პროდუქტი შექმნეს. აი ზუსტად მაგიტომ არის ეგ ლიგა მაგარი ყველაზე ბრიტანული. ხო, რა თქმა უნდა. ესპანურთან შედარებით. იმიტომ რომ ესპანეთში როგორ იყოფენ იცით კლუბები? ბარსელონა და რეალ მადრიდი იღებს 80%. აი ეს იყო. ატლეტიკო იღებს 10 და იმაც იყო დანარჩენი სულ ყველა. და აქ იმას რა ქვია, ლესტერს შეუძლია 60 მილიონიანი ტრანსფერები აკეთოს და იმას რა ქვია, ტოტენჰემზე აღარ ლაპარაკობ და კიდე სხვა გუნდებს კიდე. რამდენიმე ასეული მილიონი შეუძლია. თანაბრად არის ყველაფერი გაყოფილი. კლუბებს შეუვიდა რამდენიმე ასეული მილიონი. ბრიტანულად არის რა, სწორად გაკეთებული და იმითაც არის მაგარი. ამაზე სუტირიან ესპანელები. 4 მილიარდამდე შემოძლით ტელეტრანსლაციებიდან. 4 მილიარდამდე. კი. და აქედან ესე იგი 50% უნაწილდებათ კლუბებს, დანარჩენი 25-მდე არის იმის და მიხედვით რა სატურნირო მდგომარეობა გაქვს
და ტელეტრანსლაციების რაოდენობა. ხო, მაგრამ აი თქვა საქართველოში მეც იმაზე ვარ, რომ უნდა ატარებდეს ცალკე ლიგა, უნდა არსებობდეს სტრუქტურა, ვინც ამას ჩაატარებს და მიხედავს ეცდება რეკლამირებას, ეცდება ანონსირებას, რომ იქნება მთავარი ამოცანა უშუალოდ ჯიბეზე დამოკიდებული ხალხი მოვიდეს სტადიონზე, იმიტომ რომ ის ხალხი მარტო ტელეტრანსლაციები და მაისურის გაყიდვის ტრიბუნა რო ევსება 80,000 ყოველ ტურზე ის ფული იღებს და ისიც შემოდის სალაროში და აქაც იქნებოდა ეს, მაგრამ უბრალოდ ახლა იმასაც ხვდები რომ ჩვენთან ახლა ისეთ თანხებად რეპორტაჟები ალბათ არ გაიყიდება რომ ამითი მე იცხოვრონ და ეს, მაგრამ ეს არ გვესმის ახლა შეიძლება მომიტევით ჩვენზე ვამბობ თქვენ შეიძლება კიდევაც ერკვევით აი ბიზნეს პროექტებში შეიძლება ჩვენ რო არა ვართ ისეთი გაწვიცნობიერებული და არა გვაქვს რეალური წინადადებები და ხედვები ვერ ვამბობდეთ ამის რეცეპტს, მაგრამ ხალხი არის რომ იმაზე ქვაზე დასახდებაო და იციან რომ თან ეს პროდუქტი ხო არ არის რომ მარტო აქ უნდა აქ დაარსდა და ამისგან უნდა იშოო ფული. ეს პროდუქტი არის ისეთი რომელიც თელ მსოფლიოში ყველგან წერს შემოსავალს და ერთადერთი ჩვენ ვართ სადაც ვერ წერს და აქედან გამომდინარე ვიღაც შეიძლება უცხოელი მენეჯერი იყოს ვიღაცა და თქვას რომ ეს უნდა აი კიდე ერთი საინტერესო აი რა არის ოღონდ სხვანაირად ხო სხვანაირად წერს ეხლა შენ რო იცი რომ გუნდს თუ გააკეთე უცებ თავს მოუყრი და შენ 2 მილიონი თუ რამდენს უხდია ჩაგვერიცხება და ჩვენ იქ რაღაცას მივამატებთ თუ დავარდება არც მივამატებთ ისე გავაკეთებ ბიუჯეტს რომ ეს 2 მილიონი მეყოფა ხო არის ძალიან ბევრი მაგალითი არა მარტო ფეხბურთშიც სხვა სპორტის სახეობებშიც სადაც ხალხმა ამ ინდუსტრიაში იმიტომ რომ ეს ფული მოდის სახელმწიფოდან გააკეთეს გუნდები და კლუბები პირდაპირ იღებენ დილით იღვიძებენ 1 იანვარს და იციან რომ 2 მილიონი უნდა ჩაერიცხოს. ნუ ეხლა პირობითად რა. შეიძლება გუნდი ყავს. ძალიან ბევრი, არავითარ ფულის მოტანაზე, არავითარ ინვესტიციაზე. სახელმწიფომაც რაღაცა თავის მხრიდან გააკეთოს, რომ აი შენ თუ ამდენს ჩადებ, რასაც ჩადებ, იმას მოგცემ. მაგასო მარტო გუნდა მილიონს მოგცემ. იმას ჩადებ, აი რაღაცა პირობები, თამაში თუ არ ეგ არის პირობები. არ როგორც არ არის აუცილებელი არ არის და აუცილებელია. მე ჩავდებდი აუცილებლად. ანუ როგორ არის იცი? აუცილებლად მოიტანე არ არის, მაგრამ მაგას თუ ფუნდამენტურად აი თუ მოიტანე ერთი მას ზუსტად დავსხედით დადებ მილიონს მოგცემ. 5 დადებ 5-ს მოგცემ. ოღონდ აუცილებლად. თორე ისე არა, რა თქმა უნდა. ისე საერთოდ კაპიტალს არ მოგცემ. აუცილებლობა იმან ზუსტად ეგ თავარი. ეხლა როგორ არის 2 მილიონი მოგეცი სიტყვაზე 2 მილიონს ისე ვამბობთ, ხო? შენ წახვედი მე და 500,000 იშო, მე კიდე 500,000 გიმატებ, მაგრამ სწორს ამბობ შენ. არის ადამიანი წამოწოლილი თავისთვის აქ ეს 2 მილიონი და აღარ დარბის იმ 500,000-ს. საერთოდ არა ინტერესი. და კიდე იმის თქვა მინდოდა რომ იმ თითქმის ყველგან თითქმის კი არა ყველგან ამ ფედერაციას მაინც აქვს ბერკეტები. იქ საჯების დანიშნის ისა თავის ხელში აქვს. გარკვეული ის აი ინგლისში ხო შეპესია ის, მაგრამ 4% ფედერაციაზის ამ იმაში ასოციაცია უბრალოდ ხო და პლუს აქ აი golden share ოქროს წილი ვეტოს უფლების ისა აქვს რამდენჯერმე ისარგებლა სხვა შორის აი მაგალითად რამდენიმე კლუბმა დაიწყო საუბარი სუპერლიგაში შესვლაზე იმ წამსვე აღკვეთა ეს ამბავი რომ პრემიერ ლიგიდან კლუბები სუპერლიგაში არ წავლენო. მერე უნდათ გაეყინათ გავარდნის ის, რომ ცოტა ფინანსური სტაბილიზაციის ის მიეცა. ესეც გავარდნაზე რა, ფიცი, ეს რეზიმ მოყვას, ხო, ერთად არის. ავი პრემიერ ლიგიდან თუ გავარდები, 2 წელი დაფინანსება ხდება, აი არ დაიშალო რა და მეორე წელს ისე ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ იმას, ქვია ელემენტარულად мотиваცია. აი ბიზნეს мотиваცია თუ არ არის სავალდებულო, იქ არ იქნება. მართალია. გამორიცხული არის. რატო ავიგო ეხლა და რატო ჩავდო სადღაც ფული საიდანაც დაინტერესო. შენ თუ არ შექმენი ის რომ აი დაინტერესებული ხალხი მართლა ამოიღებს ჯიბიდან წავა და სახელმწიფოსთან ერთად კოოპერაციაში გააკეთებენ რაღაც ახალ პროდუქტს, აი მაშინ შეიძლება რაღაცა გამოვიდეთ. ბოლო მიშა თუ ფინანსურ შემოსავალს ვერ ვნახავ და მაქვს საშუალება რომ რაღაც თანხები გავიღო იმისთვის რომ კარგი შოუ
მოაწყო და იმ შოუს სახელი მე ვარ აი სიტყვაზე სადღაც არ ვიცი ჭიათურაში გუნდი გავაკეთე რომელიც გახდა ჩემპიონი ჩემს სახელთან იქნება დაკავშირებული გავიღე რაღაცები და გავიცი მაღაროელი ყავდა და გავიდა მე ჩემპიონთა ლიგაზე და შევიდა ჯგუფში და შევხვდი რეალ მადრიდს და ეს მე გავაკეთე ესეც ხო სტიმული არის მაგრამ აი კიდე მინდოდა ეს გერმანია რატო იმიტომ რომ ახლა აი ჩვენ ფედერაციის მესეურებიც მთელი კარიერა გერმანიაში ქონდათ ხო ეგ რომ დააფუძნა თვითონ კავშირმა დააფუძნა ეს პროფესიული ლიგა იქ არანაირი ვეტოს უფლება როგორც აქ კლუბს არ ქონდა ესე იგი იქ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა და თუ ამის წინააღმდეგი იყავი მაშინ უბრალოდ სხვა დონეზე უნდა იასპარეზო სამოყვარულო რეგიონ ლიგაში კი ბატონო მობრძანდი და აქ ისეთი აი ეგ არის ცოტა საეჭვო ისეთი პირობაა რომ ორივე ლიგის უმაღლესი და იმის ვეტოს უფლება ყველა კლუბმა ეს არის უკვე აპრიორი შენ არ გინდა ამ ლიგის შემოყალიბება აი ცოტა უცნაური აი თქვენთანაც უცნაური ის იყო თავაზობენ იმას 6 ნიშნად თავაზობ ფულით მივიდა ხალხი პასუხიც არ გასცეს ევროკავშირით ნუ რაუბედურება ერთ ურბანს შეუძლია ვეტო დაადოს გააფუჭოს 27-ის საქმე გააგდე ის ევროკავშირი თან გეუნებიან კი ბატონო ჩვენ ძალიან მივესალმებით მაგრამ 20-ვე ხო უნდა თქვას კი და იცი რა ფედერაცია თუ მიესალმება ხვალე იტყვის როგორც ის ლიგა შეიქმნა ჩვენ რო ახსენეთ ხო პირველად ლიგა როგორ შეიქმნა იყო სურვილი გუნდებისგან უმრავლესობამ თქვა რომ კი ბატონო და ფედერაციაც კი ბატონო რა თქმა უნდა აბა მე მახსოვს ეს ლიგა მუშაობდა რამოდენიმე გუნდი მოვიდა ჩემთან და სპონსორიც ვიყავი, ლიგის სპონსორიც ვიყავი, კლუბსაც რაღაც სხვადასხვა სეზონებში აი ლიგა დავასპონსორეთ და მან ის იყო რა რაღაცა მოძრაობა იყო შენ მე ამას ინტერესი ქონდა რა თქმა უნდა მქონდა არავითარ გადასახადებებზე განთავისუფლებაზე არ იყო ლაპარაკი ეგეც შეიძლება რომ რაღაცნაირად ჩადო მე რასაც ჩავდე თუ შენ ინდუსტრიის განვითარება გინდა აი ამ ნაწილი ეს ნაწილი რასაც ჩავდე ის გამითავისუფლე მე ხარ გეუბნები რასაც ვაკეთებ თელი ოპერაცია აი ეს ნაწილი სადაც აქ რომ მე თქონდეს რაღაცა мотиваცია შენ თვითონ შემხედრი ერთად ჩავდოთ რას ხედავთ ეს ეხლა ხედავთ ესე რა უკან ყოველ წელიწად კარგი სახელმწიფო SSR-ის ჩემპიონატი ვითარი რა სულ ყველა იყო ბიუჯეტური ხო ის ბიუჯეტის მომდები არ იყო და აი ბიუჯეტი იყო რა CSKA სპარტაკი მარტაკი და ლოკომოტივის რაღაცა საუწყებო იმას ესაზრდა საუწყებო ხო ის იყო პროფკავშირი იყო კრილასავე დინამო ევენდე და დავაი ტორპედო იყო ეს ლოკომოტივი სადგური თუ რა ქვია მას რკინიგზა და ეს კი ბატონო და ბერკეტები ხო თავისთავად ამდენ ფულს გაძლევ ნუ ეხა არა ის გეუბნება იცი რა თავისუფლების 0 ხალხი პრეზიდენტი ჩემი კაცი იქნება ამიტომაც არც არის არჩევნები რა ყველა მიცის რომ თუ არ იქნება კობიაშვილი სახელმწიფოდან ფული არ იქნება ის კლუბებიც ყველა არჩევნებზე ორივე ასე იყო კალასკოვიც ხო და ეხა ესე თუ უნდა გააგრძელო 60 წელი თუ რამდენი ხანი იყო კარგი გითხარი ერთი რა ხდება მაგრამ იმან შექმნა მაინც ის რუსული პროფესიული ლიგა არის ტავსტიხი ხავდა ტავსტიხი იყო ახლა ისე ვამბობ აი რუსეთს რო აღარ რჩებო თუ არ გადავედით არბიტრაჟში მიდი აიაქსი ალკმა არის აიაქსი ალკმა არის მერე დივიზიონი დივიზიონიდან აწი ბევრი გვექნება და მასაკვირი ხო აქ უთხურიდან ვერხოსტის ქმედებას დააკვირდით ვითომ არაფერი ხო მე გადის გოლი ანუ ვარის მნიშვნელობა რა არის აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამან იყო რომ მოყოლა იქ რაღაცა ჩელსისთან ხო ეს ახასიათებს მას ესეთი თამაშები სანამ ხა განმეორებას გვიჩვენებენ ცოტა დრო მიდის ყოველ შემთხვევაში ნუ აქ არის ტრაუმირებული ვერაფერი ვერ დაინახა აი ჟესტიკულაციას ეხა
გულშემატკივრის რომ ყურთან რომ მიიდებს არბიტრი უკვე ნიშნავს რომ იქ გასაუბრება მიდის. ამას ბევრს ავალდებულებენ სხვათა შორის და აი ეს გასაგდებია. ყვითელიც ხოლოდ. აი ამაზე ეს არის ანუ თან ბურთიც არ გოლი ხო არის. გააუქმა? რა გააუქმა? არ გააგდო და. არა, გოლი გაუქმა. ბარათილია ეს. ამან გაიტანა გოლი? არა და მაგიტო ვიკითხე, ხო შეიძლება გოლი ჩათვალო და ეს გააგდო, იმიტომ რომ სხვაგან ჩაარტყა. გოლს ვერ ჩათვლი და იმიტომ რომ დარღვევა, ეხლა ბურთი თამაშია და დარღვევა და გოლს როგორ ჩათვლი? ცველი გამოყა. იმას არ წითელია. უბრალოდ ახლოს მივიდა ასაყვანა. ეს ესპანეთში ეგ არის 15 არა მარტო ესპანეთში და სხვა შორის შევადაროთ იმაში ციხეში. 30-იან წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი რა ისეთ უხეშობაზე აშკარა ესეთ იყო ბინძურ თამაშზე იყო 15 დღეღამე ხო გამოსაფხიზლება ეს გადარჩენია. ბარსელონა ოლიმპიაკოსი შეხედე რა. არა ახლა რა მიყურს ისი მივიდა არბიტრი და ეს ნახა და არ აგდება აი მიზეზი ვერ და რატომ არის კიდე იცი კარგი რომ ზოგ ქვეყანაში სამხრეთ ამერიკაში პორტუგალიაში ხმამაღლა რომ ხსნის არბიტრს თავის გადაწყვეტილებას რა აი ამას როგორ ახსნის იმიტომ არის რომ როცა ვალდებული იქნება რომ ხმამაღლა ახსნას თავის გადაწყვეტილება იმას უფრო სხვანაირად მოეკიდება მაინც რა ესე მგონია არაო ამაზე მე მგონი მარტო წითელი ბარათი კი არა მე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია შეიძლება აგრესია იყო ეს არის აგრესია თან არაფრიდან გამომდინარე ხო პრემიერ-ლიგას ხო ხშირად ვახსენეთ ეხლა პრემიერ-ლიგაში მაგალითად საჯმაც აი ეს რო გაატაროს იქ არის კომისია რომელიც ამას განიხილავს არბიტრის იმის გარეშე ვიდეო კადრები განიხილავენ და მიდის მერე დისკვალიფიკაცია ლაშა ისე რა შეკითხვა მქონდა იცი აი ერთი პერიოდი იცავდნენ ამას, აი ის გამოვიდა ინსტრუქცია, რომ მხოლოდ კაპიტანს შეეძლო საჭრან მისვლა. არა, ეხლაც არის. აღარ აძლევს ყვითლებს. აი ადრე მახსოვდა, აი მოეჭრებოდნენ და არა კაპიტანს აუნთებდა ეგრე. ეხლა აღარ არის ეგეთი. არა, კაპიტანს ზანთება არა, კაპიტანს. არა, კაპიტანი არა გარდაცვალა მივარდებოდა. არა, აღარ აძლევს. აი კამათებიან თავისუფლად. აი ძალიან რა არის დააკონკრეტეს რა იცი, რა ითვლება გაპროტესტებად და ჩვენ მაგის კადრის გვაქვს ანუ შეურაცხყოფა რა არის და გაპროტესტება ანუ ბურთის დახეთქება ეს არა რაგბიში სხვა ხალხი ფეხბურთში გაცილებით სხვა კატეგორია ო ეთქობა ნუ სხვა ხალხია ბარსელონა ოლიმპიაკოსი ეს გაძევების მომენტია არა ჯერ გოლი გოლი ეს ხო გოლი უნდა ჩაეთვალა თუ პენალი უნდა დაედო ერთადერთი აქ ალბათ არ უნდა ჩაეთვალა თამაშგარე თუ იყო მაგ შემთხვევაში თამაშგარე იყო ხო მაგას ანუ თამაშგარე როდის რომელ ეპიზოდში იყო ეგ არა აი თავში ხდება ხელის მერე თავში ხდება და იმიტომ რომ პირველ ჩაწოდებაზე არც არის მე მგონი თამაშგარე ხო აქ რა მოხდა გამახსენებაშა პენალი დანიშნა? გოლი ანუ ალოგიკური გოლი გაუქმა და პენალი მისცა. ანუ თავიდან ცოტა დაიგნა გულშემატკივარი რომ გოლი გააქვს და პენალი რაღაც უნდა ეხლა ხო? ნუ გავიტანე და პენალი აღარ მინდა. მაგრამ ქრონომეტრაჟით ესე გამო. ხო, მაგრამ თამაშგარე იყო და გოლს ვერ ჩათვლიდნენ ვერც ერთ შემთხვევაში. ამიტომ იქ იყო ხელი მანამდე. და ამიტომ გოლს თუ მაინც ვერ თვლიდნენ, მაშინ პენალტი დაუტოვეს, ხო? არ დაზარალებული იყო ეს გუნდი. თუ არა და იცი რა წესი უნდა იყოს ენდუანი, აი კალადურჩე ხელით ვითამაშე და გავიტანე და გოლია და კიდე პენალტი უნდა დავატოვე და მოგებაზე ატიკულა. აი აქ ხელით რო თამაშ თავშიც ხდება, აი თავშიც არ ტყავს. ამას უყურა, ანუ კითხვა იყო ამდენი ხანი რას უყურე? იქ მარტო ხელზე არ იყო, ხელი უკვე აშკარა იყო. თავარი ფაქტორი იყო გოლი ჩაეთვალა თუ არა რომ თავში მოხვდა თუ არა იმიტომ იმ თავიდან მიდის თამაშგარი და თამაშგარი არის იმ შემთხვევაში თავიდან მივიდა ხო ჩვენ ძალიან ისე გავაპროტესტეთ მაგრამ მე მივიდა მაშინ ჩათვლიდა ხო ანუ ეგ იყო რა ანუ ჯერ თავი რო ყოფილიყო და მე ხელი მიცემ ხელიდან რომ ისვლოდა იმას პირდაპირ ხელიდან რომ ისვლოდა თამაშგარი არ იქნებოდა და პირდაპირ გოლი ჩაითვალა ანუ სწორი ქმედება იყო ესე მე ვფიქრობ რომ ობიექტურად ხო ანუ უბრალოდ შეკითხვები იყო რა რატომ თავიდან სხვა ის შეგვექნა ფერს დამეძება ჩვენ რა მართალი ყოფილა
მაგრამ მეორეზე ეხაც მეორე ეპიზოდი რომელზედაც ძალიან ის მელდივარი რა ვიცი აი მეორე არ მიხდარო მეორე ყვითელზე ის ვერ ერთვება აჩვენებდა ეკრანს მაგრამ ის გამახსენდა ეს აღარ მორჩება არასდროს ეს აი ეს აი ხარ აბსოლუტურად არაფერი არ იყო რა მე პირიქით არ ღვევდა ეს ბარსელონას ფეხბურთელი ორი ხელით ეჭი სად შეიძლება მოეჩვენოს მოედანზე რაღაც მაგრამ ვარც რატო ეჩვენება აი ანუ აქ ვარიო ვერ ერთვება მაგაშია საქმე აქ ვერ ერთვება ყույთ მეორე ყვითელი მიცა აი ეს არის ზუსტად იმიტომ მივიდნენ იქამდე რომ მეორე ყვითელიც ჩართონა ბოლო-ბოლო ეს ესეთი აი რამდენი ეკამათ ყველა კაპიტანია ძალიან დიდი შეცდომაა რა ეხლა ვთქვათ რა არა აქ ეკამათება რომ ვარია ეხლა ვინ არის ეხლა ისა რა თქმა უნდა ამას არ მიურტყია თითით შეიძლება ვერ ხედა ან მირტყმა რა არის ნახავთ და ნახეთ ხო ეს ან ჩვენს უგვეუბნებოდნენ რომ გაარკვიო განზრახარი თუ შემთხვევით არის ნიუანსები აი გახედავ სალითვალით და აი გახედავ სად არის მე სხვაგან გაიხედავ ანუ საერთოდ ვერ ხედავ და იქით იჭერდნენ ეთყობა ამათი ტერილის თავი არ ქონდა საჭს რა ბარსელონას და არ ვიცი რას წუწუნებენ ხო არ რჩება ეს მეორე ყვითლის თემა და ამიტომაც მიიღეს არა მეორე ყვითლის გადახედვაც უნდა არა მithom ხო საბოლოო ჯამში ხო გაძევებაზეა რა ბოლო თუ გაძევება რა იცი რა ყვითლის და წითელის მაგივრად ჩაწერონ სიტყვა გაძევება თუ ბოთამაში არის გაძევებული შეიძლებოდეს გადანახვა მეორე ყვითლით არის თუ მეოთხეთი ის იუვენტუსი რო უგებდა რეალს მადრიდში 3-1 პან პენალტი რო დანიშნა და ბუფონი ლუკას ვასკესთან ხო ვასკესთან და ამ ჯიჯი ბუფონმა მატჩის შემდეგ თქვა რომ ამ საჩო გულის მაგივრად ნაგვის ურნაუდევსო კი მახსოვს ეგ მომენტი კითხვა მაგრამ ეგ მომენტი მე პენალტი მგონია მე მგონია ეგ ხა ბოლო წუთზე რატო დადო რა ვიცი ხა ბოლო წუთი ნუ ბოლო წუთზე მოხდა და დასადები იყო რა უკიდან შეახტა მუხლი გაუყარა ზოგს გონია რომ ბოლო წუთზე რატო დადო და პირველ წუთზე რატო გააძევა ან დადო ჯარიმა თუ ჯარიმა ბოლო წუთზე საერთოდ პირველზე 4 პენალტი როგორ დადო თუ 4 ჯერ დაჯარიმდა რატო არ ლიმიტი თქვათ რომ აქედან აქამდე პენალტი აღარ დადო შუაში სადღაც მოუძებნი 30-დან 70-მდე შეიძლება და მეორეც რომ მოსაზრება არსებობს რომ აი იქით კარში პენალტი ხო შეცდომით დადო და მე ესო გამოასწორო არ გამოასწორო მეორე შეცდომა დაუშვა ეგ არის ორი შეცდომა და შანსს მოქმედებს ეგ ხო აქ იყო პენალი რაშორზე და ცოტა რა ვიცი მე გამიკვირდა რატომ იყო კითხვები ამ პენალზე იმიტომ რომ რა ვიცი ხა მე ვფიქრობ რომ თავიდან ვიტყვი რომ პენალტია ეს თავიდან დაიწყო ადრე წაქცევაო რა არაფერი არ დაუწყია გამოვარდა და დააგდო დაბლა და აქ ვინ დაობს რაზე დაობა არა ეს იყო ძალიან მალე იყო იმიდა ხო და მომენტებიდან და ეფექტი იყო კარგი რა ეს გოლი არ ჩაუთვალე კაციც აგდე მე არა ვარ დარწმუნებული აჰა აი აქედან შეხედე არა ვარ დარწმუნებული აი აქედან ყველაზე კარგი ეხები მოკეცა მოკეცა ადრე გადახტა არაფერი არ დაჯახები აი კარგად დააკვირდი ხო აი აქედან დააკვირდი რა მე კარი წავიდა ბურთზე და ეს მე მოკეცა მუხლები რა რო დაგეჯახება მუხლებს მოკეცა აბა რას იზა ხა რანაირად აჰა პენალია პენალტი მე კარი რო შეხებოდა აი განსხვავება რა ჩვენ რო ვთქვით ესპანეთთან პენალტი რო დაგვიდეს მამარდაცი რო გამოვიდა ის სხვანაირი ზე გამოდო პირდაპირ პირდაპირ გამოდაეჯახა ბურთს გამოდო ხო და არა მე უნდა მე ვამოვდი რომ ბურთს არ ეხება მეთქი მე ბურთს რო შეხებოდა მე ხანდახან მე კარი რომ გამოდის ბურთზე ორი ხელი და ხტება და ვერ შეეხება ბურთს და თავდასხმელი მორბის და უკვე ბურთი იქ აღარ არის და ინერცი დაწურულ მეკარეს მუხლებს დაადებს ეგ პენალტი არ ესპანეთთან აკნეს ახლა ესპანეთთან ჩვენ კარში მამარდაცის ფეხი მიარტყა იმან ხო მე ხო მე არ თქვი არ არის მეთქი მარტო მე კი არა ესპანეთში თქვენს რომ არ იყო მართალი ხო ესპანეთში არ თქვენს ის მეკარე ხა არ იყო იქ ჩანდრა ხო არის კაცო უნდა ჩაგიხდეს დაწვეს იქა და შენ ბურთს რო გადააგდებ
ვისაც ახლა ფეხბურთი უთამაშე ყველა მიცის რომ დაწოილ კაცო წამოედო ბურთის გადაგდების მერე რა უნდა მაგას. ბევრი აკეთებს მაგას. კი, აქ სხვა ეპიზოდი იყო მაინც რა. დაეჯახა. კი. ნიუკასლი, ბენფიკა. ცოცხალშიც აღშფოთდი და აგერ გაჩვენებთ ამ ეპიზოდებს ახლა. მარცინიაკია მსაჯი და არ ვიცი, არ არის ფორმაში. არ არის. სულ ამას ვაჩვენებ ეს ეხა ამის არ დანიშნა. არ ვიცი. არა, ეს არის უკრიდან უფრო კარგად გამოჩნდება. საიდანაც კიდე იმიდან მეტი პენალი რა არის მე არ ვიცი. აი უყურე და თავი უჭირავს უკვე ხელით უყურე. არა, ნუ აბა ეხა ის. აშკარა არ დადო, არც დაუძახეს. არც დაუძახეს მართალი ხარო. რა პენალტიო. იქით იმაზეა ჯარიმოო. ნახე შეხედე არაფერი ხელი უკვე აქ უჭირავს და არ გაუშვა. ის არის ვაზარია რა, იმას ძიუდოში ამაზე ორი ქულა. ავადო. არა და კარგად ზურებოდა. კი, კაც გადიოდა კარებთან. აი აქ წაქცევა რა. არა, ჯერიც რაზე უნდა წაქცევა? აი დავუშვათ არ არის. აი ხო ფიქრობ რაღაც. სუფთა ძიუდოს ილეთი გაუგე. არა, ჯერ ერთი საჯმა ამ სიტუაციას რო უყურა, ხო? ის კი არა ხელი, თქვა ვერ დაინახა ხელი ეჭირა. ისეთი სიტუაცია რო მიხვდები რომ პენალტია რა. იქ გაძრა. ანუ ძალიან სწორ აი იმას გაუსვი ხაზი რომ ყოველთვის არის პირველი შეკითხვა, აი სიმულაცია თუ არ არის სიმულაცია, ხო? პირველი შეკითხვა არის რომ სარგებელი რა ქონდა დაუშვათ ის სიმულაცია. არა, ასრებს რასთან განგასული ანუ ერთიზე გავდივარ. არავინ არ ორ კაცს შორის გამზრალი ვარ ისეთი მომენტი როგორი დავწვე ხა აი პირიქით რო იყოს დაუშვათ საჯარიმოდან რო გამოდიოდეს ხო აი მიმართულება რო შევცვალოთ კიდე იფიქრებ რომ მაინც ვეღარაფერს არ აკეთებ აქ შანსი გაგზელების აღარ არის და რაღაცა ფეხს რო ეძებენ ხო იცი რაღაცა ანდა იმ ბურთზე რო გასწრებს ხედავ ხო მაგას აკეთებენ აი უშანსო უკვე გაგზელება რო აღარ არის და რაღაცა მაქსიმალური ამოვიღო და აქ ეხა რა სურო ვერ დაინახო წაქცევა ისეთი აი აშკარად მოკაჩვის წაქცევა ვარი არ შევიდა ხო ამ თემაში ხო და ეხლა დაიგა გასაკვირი რაღაცები არ მესმის ავარ კი არა მე რა შევატყვი ეს ადრე იყო შერეული ბრიგადებს ვიძახთი რა რომ პოლონელი მსაჯობდა ნიდერლანდელი იყო ვარზე სოფლიო ჩემპიონატზე იტალიელები იყვნენ ძირითადად იმიტომ რომ რაღაცა ის მაგათმა ის კარგად მუშაობდნენ ამ ვარზე და რაღაც იყო ესეთი ორი ბრიგადა ნიდერლანდელის კარგია პოლ ბუიკელია ესეთი ვარზე არის მაგარი იმასაც ნიშნავენ ხოლმე მაგრამ აქ ეხლა ყველა არის პოლონელი ეხლა არც მარცინიაკს ეხლა იმხელა ავტორიტეტი ამ სოფლიო ჩემპიონატის ფინალი ნამსაჯი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმის ნამსაჯი და ვიღაცა მეორე ხარისხოვანი პოლონელი არბიტრი ეხლა თან დაძახებაზე პრობლემ ნიშნებს აკლებენ რაღაცები უმეტეს შემთხვევაში ეთანხმება და რო ეთანხმება გვაქვს პრობლემა იმიტომ რომ არ ნაყოფა თვითონვე შეიძლება იტალიელი არ მოერიდება რა პირდაპირ და გერმანიელს რა ეთქვის რომ მოდიდან ახლა იმ მარცინიაკს ეგ მომენტი რომ აჩვენო თვითონ დადებს ხო აი თავი აი სად მივედით ხვდები თავის დაზვრენის მეორე ელემენტია რომ მარცინიაკი გადავარჩინოთ იმიტომ რომ იტყვის რომ მე არ დამიძახეს თორე რაც ლევანმა თქვა მე რომ ენახა კაცო ეს ამას დაუნიშნავდი და გაწირავენ ვარს და სხვა ვარი მოვა მაგის მაგივრად და მარცინიაკი დარჩება აი ხედავ რა ისინია შიგნით დინებები ანუ ყველაფერი მიაბრალო ინტრიგები ყოფილა ზომა გჭირდება თქვენ მესმის რა იგივე მარცინიაკმა თქვა პარის სენ-ჟერმენ სელტიკი იყო ესე თამაში გახსოვს 2 წლის წინ არ არსებული პენალტი და დაუძახა ვარმა თან და არ ნიშნავს თვითონ რა დაუძახა ვარმა აყურებინეს და ბოლოს დაადებინეს. ეხლა მარცინიაკმა რა თქვა იცი რომ ჯერ საფრანგეთში არ უყვარს მარცინიაკი არავის სოფლიო ჩემპიონატის ფინალის სარკო და წნეხში აღმოჩნდა ვარი რომ გიძახეს ყველა ხვდება რომ ესე იგი უნდა დადო რა. მიდის ანახავად პენალია ხო და იმხელა წნეხში აღმოჩნდიო რომ იძულებული გავხდიო და ამენიშნა. ამ დროს არ იყო. ამ დროს არ იყო რა. თვითონაც არ დანიშნა იქვე იყო. ხო, ნუ ვარმა არ ვიცი, რაღაცაში დაეხმარა. ბევრ რაღაცაში აირჩება ეს არის. ბევრი გაუგებელი რჩება ნიშანია. ამ თამაში ჩელენჯი ჩელენჯი კიდევ უფრო შეამცირებს რა. რაღაცა დაუძახებს ხო რა შეინტერესებს მარცინიაკის ხულები რა. ვიღაცამ დამიძახა, არ დამიძახა, ეგ არის. რაღაცა შეცდომა შეიძლება იმასაც გაეპაროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინიმუმი. სოფლიოზე იქნება უკვე, სოფლიო და სოფლიოს მერე. ჩელენჯი
არა, ჩელენჯი არა, ნუ ის ჩელენჯი არის უკვე ისინი ექსპერიმენტებია რა. სოფლიოზე იყო ესლამდელებზე. ხო. მეორე მომენტი ამ მატჩიდან. იგივე დაახლოებით, რა, ეხლა ცოტა ეგეც პენალტი იყო. ბევრი გამეორებები არ გვაქვს, მაგრამ ლოგიკურად ეხლა ყველაზე კარგი კადრი მაინც ეს არის. აი ხო, მესხის პინჭი და ეს პენალტია, კაცო, თქვით ჩვენ ეგ. ხო, ანუ რატომ არის დარღვევა? ეხლა შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ კორპუსით ითამაშა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცველი როგორი მდგომარეობაში, ანუ ბურთისკენ ბრუნდება. არა, კაცისკენ. აი ეს არის, ხო, აი ეს იმასა მნიშვნელობა ამასა აქვს რა, ანუ ბურთზე კი არ მოდის და ტანს ფარავს, პირიქით. ბურთი აქეთ არის და კაცზე მიდის რომ ეს არის ბლოკირება. მარტო ტანითაც არა, მე მგონი ხელსაც ხელით იჭერს, ხო, არა, ტანით კი არა, ორი ხელით უჭირავს. მოკეთ ეს აქაც ესე ჩაატარეს. ნუ PSV ნაპოლი აი შეურაცხყოფა არაფერი ხო, მაგრამ მაინც ეხა ხო არის თითი აჩვენა, ნუ რა აჩვენა. ხო, ეს თავზე მიიდო და მე მგონი შენ არ გაჩვენეო მე. ხო, სწორი, ეს რა არის ეხლა, ვის აჩვენაბა? საჭ. ხო, ანუ უყურებს აქ მეც შეიძლება ენა არ გესმოდეს, ეხა იტალიური არ იცოდეს, გერმანელი არბიტრი. და გასაგები იმას უთხარიო, გაიგე, იმასო შენ. ვის? თავის ვიღაც არაფერი თავთან აღშეხება არა. ხო. მახსოვს ესეთი. მე მიყურებდიო და ეხა აჩვენებს თვალები. ხო, მე მიყურებდიო და ვის აჩვენეო, მაშინ ის რა ქვია შაშუბეში თვალები. იმას აუხსნა რა ქვია. ესო დატრიალებით არ დამიტა. რა არის ენის პრობლემაა ეხლა ეს იტალიურია ტვენი არ იქ. ხო, ეს იტალიურად ელაპარაკება, ის გერმანელი არ ესმის და თარჯიმანი ყავთ ეხლა რაღაცა არც ინგლისური იცის ეთყობა. ლუკა ეს ვინ არის? ხო, ნუ სულელური რა. იცი რა, ჟესტიკულაციები ყველა ეს აიექსში ფლიკი რო ახსენეთ, ხო, გააძევეს ეხლა ჟესტიკულაციები შეიძლება ენა არ გესმოდეს, მაგრამ ჟესტიკულაციები ხო არის საერთაშორისოა რა, შეურაცხყოფელი რომელია და რატინიზე ხო რომელია. რა შემომხედაო ხო გახსოვს? face control-ი აგრესიულად შემომხედა. ხო, ლევერკუზენი PSG. ხო, აბა. ხო, ლევერკუზენი PSG. ხო, ზაბარნის საგმირონი საქმენი. აქაც იყო კითხვა, ტანით ფარავდა, მე უკნიდან ხო არ უბიძგეს რაღაც, მაგრამ აი ნიუანსები აქაც. ხო, ნიუანსები აქ თან აქცეულიც იყო, გაშლილი არ ქონდა ხელი, რაღაცები არის კითხვები. მე ვფიქრობ, რომ აქ თვითონ წაიქცა არ უბიძგეს. აი ხო და აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რატო მაინც ფიქრობთ პენალტს, ხო? ეხლა თორე წაქცეულზე ექსეს სიტუაციაში ბევრს მოხვედრია და არ დანიშნულა პენალტი, ესეც თქვათ, ხო? კი, რაღაცა საყრდენი ხელს. საყრდენი იყო ესეც, ხო? გაშლილი არ იყო. დაგრძნობილი არ იყო. არა, დაეცა თითქოს. ხო, დაგცემა, აი ეს არის კარგი გამეორება. არა, თვითონ ეხება. მეტი მიბჯენილი და ის რა უნდა კონდეს იდეაში, მაგრამ დარღვევად რატო ჩაითვალა, იმიტომ რომ აი მიყვება, ნახე? აი როგორც მეკარე ისე თამაშობს რა. კი. წევს რა, ანუ კორპუსს იყენებს აქ. კორპუსს იყენებს ერთი, არ არის კორპუსის გამოყენება, დარღვევა, მაგრამ აი ეს ნახტომი და მე უკვე პლუს ხელიც თითქოს გამოეცალა ის და იმიტომ ეცემა. ბოლო ბლოკის გამო მისეს პენალი თუ ხელზე თორე ტანის ჩადგმა ეხლა ტანის ხო არა თუ ხელზე ხელზე არა მან რა იყო ის საკამოთო ეს ხო არ ქაჩავდაო და არა ის რო ცდება ეს ზურგი მიეყრდნობა და ხო ცდილობს რომ ხელი გამოეცალა მე საყდები და დავარდა ეგ იყო ეხა ეს არის ხო მეორე ეს არის აი ბატონ ვიდაყვის ჩარტმა ენდრიხის. აჰა. აი როგორ აკეთებენ და აკვირდი ვითომ ბურთზე თამაშის იმიტაცია, მაგრამ არა რა. ზუსტად იცის სად არის ის მოწინააღმდეგე, ვისაც უნდა ჩაარტყა. არ გააგდეს ეს? გააგდეს ეს ახო. მე მაგას ვერ თავიდან არ გააგდეს, მე თავიდან არაო, არა. რაიმედი რას ვერ იგებ, იცი? ამა დიდი ჭკუა ჭირდება. ვარის პირობებში ამას აუცილებლად იპოვიან ახლა ეგეთ რაღაცას რა გაგიტარებ ეგ გეტყვი რა ვარიანტია ახლა მე არ ვიცი აქ არავის პატრიოტიზმში არ მინდა ეჭვი შევიტანო მაგრამ ახლა წითელზე ძველ დროში გაგვივლია ხანდახან
გვაქვს ეს ცოდვა ზოგიერთებს, ოღონდ იშვიათად. მაგრამ ეხლა რომ გინდოდეს ამის გაკეთება, კამერები როცაა, ხო იცი რომ რაც არ უნდა გავხვიდე ჯარიმა მოგივა რა. იქ თუ თქვა გაიშნე კი ბუჩქებში არ იყო მაინდამაინც ვერავინ ვერ დაგინახავდა თუ იყო ბუჩქებში გადაიხდიდი სამანეთს და გაგიშვებდა. გაცილებით იაფად გამოძიება. ეხლა ამის შანსი არა გაქვს რომ იცი რა მოდი აქ მე წითელზე გავივლი და იქნებ ვერ დამინახო რა. ყველაფერი კი. იგივე ესა სახეში ურტყავ მუშტს რომელიღაცა კამერა ხო დაგინახავს რა. რა უნდა და განზრახვაც გამოჩნდა ის გამეორებაში და მასანო იმიტომ პირველი გადაწყვეტილება ყვითელი ბარათი ჩათვალეს რომ სათამაშო ეპიზოდი იყო, მაგრამ აი ნიუანსებს შერასაც ვიძახით რომ ხედავს ზუსტად და აგრესია ჩანს. ეგრე არ მოიქცე პირველი ეპიზოდი რო ვანახე. აი ჰოლანდიაშიც ესე უნდა ყოფილიყო. იქ არაფერი, მაგას ვამბობ. აი პარალელისთვის ეს იმ ჰოლანდიელს ყვითელი მიცა, ხო? ყვითელი მიცა. ის ბევრად უფრო აგრესიული იყო. და მეორე კიდევ ერთი ხო ეგ ეპიზოდი რაღაც სათამაშო ეპიზოდი მაინც იყო და პენალტი და გაძევიჭხობა. ანუ მეორე ყვითელი კი არა, პირდაპირ წითელი მიცა. ზაბარნი ხო? ზაბარნი ისე, აი პირდაპირ წითელი. ამასაც მნიშვნელობა აქვს. ეს შეიძლება გაპროტესტდეს და იმიტომ ვარზე. ვარზე თავისუფლად კარგია რომ გადახედო. მაგრამ აქაც ისეთია, იცი, ზაბარნი უბიძგებს, მაგრამ იმასაც უჭირავს მაისურზე. კი, როგორ არა, ესე არ არის რა. უყურე? აჰა. ნო. ანუ ისიც მიათრევს და ეხა რატო ვერ მიწვდა ბურთს? აი ანუ რატო ვერ მიწვდა ბურთს? იმიტომ რომ იმას თვითონაც ეკაჩება. ეხლა გინდათ კი ზაბანი დავნაშავეა, წონასწორა დააკარგვინა, მაგრამ ეს ზაბარნი ბოლო-ბოლო გააგდეს. გააგდეს ბოლო-ბოლო და მე მგონი რა პენალტი აიყიდა და გააგდებდნენ. მე რა ვთქვი, იცი? რომც არ გააგდოთ, წვნაც უნდა გამოეყვანა ეგრევე და სადაუღე ზაბარნი, უკრაინელია. ნუ მაკიდეც ალკეთება. ისე სიმართლე გითხრა რუსი ყავთ და სიმართლე გითხრა სალკე ჭამე და რაც თელი ამოვიდა. ერთად ადამიანს ზაბარნი იყო კონტაქტში, მაგრამ ეს არ არის ის მომენტი რომ მე ვთვლი რომ აშკარად პენალტია. იცი რა თავდასხმელი და შენი ხანდახან რაღაც ერთმანეთს პოზიციას ეჭედები ორივე კაჩავს და სამხარეს რო ხედავ. იმიტომ რომ თქვა PSG-ს გამო და არც მე. არის ხელით იმასაც უჭირავს და ბურთს ჩემს აზრით მე მგონი აქ ყვითელიც არის. არაც პირდაპირ წითელი. მეორე ყვითელიც არ მეორე და პენალტის ესეა რა. არა, თქვა დაძერეთ პენალტი, ხო, მეორე ყვითლით ეგ არ უნდა გააგდო რა, ეს არ იყო შეგნებულად უბრალოდ პენალტი შეიძლება საკმარისი, იმიტომ რომ ეხლა ძალიან აშკარად ჩანს იმის გაწელილი მაისურიც ეხლა რა. არა, მოათრევს მაისური და დიაისად ეხლა. მე მგონია ბურთს იმიტომ არ მისდა რომ ახელაკაც მოათრევ. ბოლო ეპიზოდი აზიის ჩემპიონთა ლიგა გვაქვს ჩვენ და ის გარეში როგორ იქნება. მაინც თან ნახე რა დარტყმა იყო. ეს არის მენდი, ოღონდ ის არის სხვანაირი მენდია, ჩინური. რა ეს გოლი გინდა? არა, ის ისეთი დარტყმა იყო, რომ ყველა მენდი მოაზერდა ხელს. არა, მარტო მენდი არა. აბატონო. და სახაზისი კი? საათები არა, ვარი არის, მაგრამ ვარიც ჩინურია. ისე კარგად არა გოლია. ყველა რაკურსით გოლია. აზერბაიჯანელი იყო მსაჯი? არა, აზერბაიჯანი რო ყოფილიყო ჩათვლიდა. არა, მე უგმა ბახრამოვის ამბავში. არა, რა მეკურსი, ხო არის რაღაცა რა რაკურსი 10 რაკურსიდან დაუშვათ 5 აქეთ, 5 აქეთ, ან 7 როგორი გოლია. აჰა, სერიოზული გოლია. ვარი არის? ვარი, ეს ნახეს ყველაფერი და თქვენს რო გოლი არ არისო და მეტი ეხა რა ვიცი. ანუ ეხება ბურთი? აი, ასე ხება ინტერესი. ყველა რაკურსით გოლია და რა ვიცი. ბურთმა მთლიანად უნდა გადაგვეთოს ხაზი. კი, შეხების ის არ დავინახე მთლიანად გადავიდა თუ არა. ოდნავ თუ არის არის თუ აი, მას გოლის ტექნოლოგია გაიხსენე როგორ გამეორებას გვთავაზობს ხოლმე 3D. ზევიდან ამბობდა და შენებს ხო. ხო, აი იმას. ის იმასაც ხო, მესმის. ის არც არის აუცილებელი შეეხოს ხაზს, შეიძლება გარშემოწერილობით გადადიოდეს ხაზზე. მაგას აკეთებს ის გოლის ტექნოლოგია, რომ იმ პროექციას სვავს ხაზზე. ზუსტად. ხო. ანუ აქ კითხვები მაინც არის გადაგიხაზი. მე მგონი გოლია, ამიტომ ახლა გოლი მგონია, მაგრამ ხო შეიძლება ეხება რა ვიცი. ნუ არ ვიცი, ვერ დავწმუნდი, როცა ვერ წმუნდები. იცი რა? ხო, აქ ეხა მეც ვერ დავინახე, ბოლომდე გადავიდა თუ არ გადავიდა. აჩვენეთ. დიდი ალბათობით გოლია, მაგრამ ზიურზე
თქვენს რომ აჩვენეთ ეს გოგონები რა, ომი არ სოფლის იქნება. ომი არ იქნებოდა აჩვენეთ ეს მომენტი ინგლისელებს და ბახრამოს ძელს დაუჭდა ინგლისელებმა საკმაისი პატივიცეს ბახრამოს 5 წელი ზედიზედ იწვევდნენ იმას. ისე კარგი ზუსტად ფოტოა. 2 საათი ის ვქნა. კარგი გამოწვევი. ამ ბახრამოვის შვილია ჩასული საიუბილეო იმაზე 50 წელი იყო გასული მოგებიდან და ეს უამრავი გულშემატკივარმა დაუჩოქა. ნუ პრინციპში მამის ხსოვნას მე ვიცი ყველაზე კარგი ისტორია ბახ ფოქსტი რო ყავდა. ბერტი ძველი აზერბაიჯანის ნაკრები. სამი ძეგლი ხო ნახა. ვერ ახსენ. ისე გონა რევოლუციონერი. თან ახლა ხო ყავთ ადრესალიო, კაი, უცხოელები ყავდათ და თავის ნაკრებს ვერ აკეთებდნენ უცხოელებს სათავე რაღაც. ეხა ხო თავის სამბეულები ხო იგებენ. როგორ ვერაფერს ვერ იგებენ. ნუ აი ეხლა აქ იმედი მოგებეს. დასრულდა დღევანდელი საინტერესო გადაცემა იყო მოსაზრებების გასვლა იყო იუმორი, გავხალისდით, ეს არის კარგი ფეხბურთი და სპორტი, იმიტომ გვიყვარს რომ ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი აზრები და მე მაინც დავუჩეთ კარგ ხასიათზე. თუმცა გამარჯვებები თუ იქნება და კიდევ უფრო კარგ ხასიათზე ვიქნებით, ამას არაფერი ჯობია. მადლობა სტუმრებს დღესდღეობებისთვის და შემდეგ პარასხევს შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის. კარგად დამებოდ.